ჯერ უბრალოდ აუხსენოთ რა თქმა მერაბ მამარდაშვილმა, რომ თქო რომ საბჭოთა კავშირიდან ვერანაირ როგორც სიზმრებიდან ვერანაირ გამოცდილებას ვერ გამოიტანო რა. ან ესეთი ხარტად ნათქვამია. მე მთლად არ ვეთანხმები, მაგრამ მამარდაშვილი ალბათ ზიარებდა შალამოვის ნათქვამ. შალამოვი იცით, ვიქტორ შალამოვი? კი, ხო? ვისაც არ აქვს წაკითხული, აუცილებლად წაიკითხეთ, ნამდვილად გიჩვენეთ. ეს კაცი იჯდა 12-13 წელი სტალინის დროს ბანაკებში, ეს ლაგერს ვიტყვი, მაგრამ სიტყვას რუსული სიტყვა ზუსტად ვუხდება, საკონცენტრაციო ბანაკში, საბჭოთა. იმის გამო, რომ მამამისი იყო მღვდელი და ის წერს და მოქმედების დიდი ნაწილი ხდება ციხეში და კოლონიაში, მაგრამ როგორც დიდი მწერალი, ხო, ის ამას ათავსებს რაღაც დროში და ადგილში, თქვათ 40-იანი წლების სტალინისტური საბჭოთა კავშირი და მერე გადის დიდ ორბიტაზე, როგორც ყველა კაი მწერალს ჩვევია, ხო, აი თქვათ დონ კიხოტი ხდება მე-17 საუკუნის კასტილიაში, ესპანეთში, ხო, მაგრამ გადის ამის მიღმა და მაღლა. ისე როგორც თქვათ ჩვენები რო ავიღოთ, ხო, ვაჟა-ფშაველას მოქმედება ხდება სადღაც მე-18-მე-19 საუკუნის ხევსურეთში. მას იმდენად დიდია, რომ ეს უკვე ზოგადად საერთო საკაცობრიო არის, მას რა იყო რომ გავიაზროთ რა იყო საბჭოთა კავშირი, ხო? თქვენ არ იფიქროთ, სადმე ჯურგმულებში იბადებოდა საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირის იდეები იბადებოდა ჟენევის, პარიზის, ლონდონის, ბერლინის იმაში რა ქვია, ბიბლიოთეკებში. და ეს არის უბრალოდ ჰეგელიანური მომენტი, რომ ესე იგი არსებობს თეზა, მერე ანტითეზა და მერე სინთეზი, ხო, ეს ერთმანეთს შეწყობს. ჰეგელი ამბობდა, რომ რაღაც ფორმაციები სოფლიოში გარდაუვალია, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ფორმაციები. და მაშინ ესე დაყვეს, საბჭოთა დაყოფა, პირველყოფილი თემური წყობილება, მონათმფლობელობა, ფეოდალიზმი, სოციალიზმი და კომუნიზმი. წინა ყოველი ფორმაცია აღემატება წინას უფრო პროგრესული, ასე ვთქვათ რა, ვიდრე ქვის ხანა და ასე შემდეგ. და სინამდვილეში კიდე რა დააჩქარა, სადაც კომუნიზმის მოსვლა საბჭოთა კავშირში, საბჭოთა კავშირის შექმნა, ეს იყო პირველი მსოფლიო ომი, ხო? ვითომ რაღაც გონია თუ რაღაც ძველი ამბავია და რადგან პირველი მსოფლიო ომი და არა, მისი ეხო არის დღემდე მოსული. მაგალითად ახლო აღმოსავლეთ, სადაც გამარჯვებულმა ქვეყნებმა პირველად მანდატებით დაყვეს რა პალესტინა, ირანი, ერაყი და შემდეგ რა. დღემდე მოდის ეს ეხო. ამ ომში რომლის თავი და ბოლო თვითონ ვერც პოლიტიკოსებმა ვერ გაიგეს და ვერც ვერავინ და დღესაც წესიერ ვერ ხსნიან თუ რატომ დაიწყო ეს ომი, რომელსაც სადღაც ყველას იმედი ჰქონდა რომ იმისთვის საშობაოდ მორჩებოდნენ, აგვისტოში დაიწყო ომი. საშობაოდ რა მოგახსენო, მაგრამ 4 წელი გაგრძელდა ტრენჩვორი, ანუ სანგრების ომი რა, ხაზი იყო სტატიკური ფრონტის. პრაქტიკულად არ მოძრაობდა რა. აი მაგალითად ვერდუნის ბრძოლაში სამთვიანი ბრძოლა იყო, ინგლისელებმა პირველივე შეტაკებაში 60,000 კაცი დაკარგეს რა. ეგეთი მასშტაბის ომი კაცობრიობას მანამდე არ ახსოვს. ისევე როგორც პირველად იქნა გამოყენებული ავიაცია, პირველად იქნა მე ხა თხრობით გიყვებით, არ გიყვებით აკადემიურ რაღაცას რა, რო გაითვალისწინოთ. ანუ აკადემიურს მოეძებთ შემში ამ შემთხვევაში, მე გიყვებით ამბებს რა. ნუ თქო და ხო თლადის ჭუკი არ ჭორიკნო. და თვითონ ის ხო ავიაცია, რომელსაც დიდი როლი ვერ შეუსრულებთ. ტყვიამფრქვევები, წყალქვეშა ნავი და პირველად გამოყენებული იქნა ქიმიური იარაღი, რომელსაც დაერქვა მერე იპრიტი, ესეთი ძალიან კოხტა ბელგიური ქალაქია იპრიტი და ესეთი საშინელი სახელი მიეწება. ამ მომმა შეიწირა 4 უზარმაზარი იმპერია დაინგრა. ეს იყო რუსეთის იმპერია, ეს იყო ოსმალეთის იმპერია, ეს იყო ავსტრია-უნგრეთის იმპერია და ეს იყო გერმანული იმპერია. 4 იმპერია დაინგრა. ყველაზე დიდი ქაოსი და ესე ვთქვათ, წყევა სახელმწიფომ დაიწყო მეფის რუსეთში რა, იმიტომ რომ სუსტი ქვეყანა იყო ეკონომიკურად რა, ძალიან და ეკონომიკურად უბრალოდ ვერ ზიდა ამ ხელა ომის ტვირთი და რეალურად 1917 წელს მეფე გადადგა და იმავე წლის ოქტომბრის ბოლოს ბოლშევიკებმა ძალაუფლება კომუნისტებმა ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება. მაშინ ლენინმა თქვა, ამდენიმე თვით ადრე, რომ ლენინი ხო იცით? ხო, რომელიც იმაში ლიაუნიში ვასწავლი მე-20 საუკუნის პოლიტიკური ისტორიას და ახალ ის პოლიტიკური ისტორია და 21 საუკუნის და ერთ სტუდენტმა მკითხა რომ ნაციზმს რატო სწავლობთ რა. მე-20 საუკუნის პოლიტიკური ისტორიაში ნაციზმი არის სწავლება, ნუ ამ შემთხვევაში ცოტა დაუკომპლექსი რა. ვკითხულობ ხოლმე რაღაცები ხო იცით.
პირველმა ხო და დაიწყო ჯარიდან მასობრივი დეზერტირობა. იმიტომ ჯერჯერობით ჯარისკაცები ვერ ხვდებოდნენ სადაც რისთვის აზრი რა არის ატო იბრძვიან. ამას რეალურად ვერ მაგათი ელიტა ვერ ხვდებოდა 4-ვე სახელმწიფოს მონაწილეს ძირითადების და იყვნენ შიურები და გაბრაზებულები. და დაიწყო მასობრივი დეზერტირობა. და მე შემდეგ კომუნისტებმა ძალიან კარგად მართეს ეს შეიარაღებული და გაბრაზებული მშიერი და შეიარაღებული ადამიანები რა. даже იმ დონეზე რომ მაგა გარაჩარევაც იყო ლენინი იჯდა ჟენევაში და რაღაც თეორიულ რაღაცებს წერდა რა თავის ნაშრომებს ლენინის და მასთან იყო 32 მთავარი რევოლუციონერი რა. გერმანიის 1917 წელს სამეფო გადადგა გერმანიის იმპერიამ ეს 32-33 კაცი ჩასვა ვაგონში და ეგრეთ წოდებული ლიტერული შემადგენლობა ორთქონლის, ანუ არც ერთ სადგურზე არ ჩერდება და ყველგან გზა ხსნილია. ესე ჩაიყვანეს ფინეთთან და ფინეთიდან გადაიყვანეს სანქტ-პეტერბურგში. იმიტომ რომ გერმანიას აწყობდა მეფის რუსეთის იმპერიის ომიდან გამოსვლა. და ბოლშევიკებს ნათქვამი ჰქონდა რომ ჩვენ ძალაუფლების ხელს ჩავარდნით შემდეგ ჩვენ ამ ჩვენ გამოვალთ პირველ მსოფლიო ომიდან და ის რატო ჭირდებოდა? იმიტომ რომ დასავლეთის ფრონტი რაღაც სტატიკური იყო. ის ჯარები აღმოსავლეთ ევროპაში გამონთავისუფლები უნდა გადაესვა დასავლეთის ფრონტზე. და იმ წუთში გერმანელები არ დაგიდევდნენ თუ რა მონსტრს ქმნიდნენ მათ დაუნებურად რა მათთვის იმ წუთში თავარი იყო მოგება. გერმანელებს საბოლოოდ მაინც წააგო ის ომი, მაგრამ ამასობაში საბჭოთა კავშირში გაიმარჯვა გადატრიალება მოხდა ასე ვთქვათ ბოლშევიკებმა, ну ბოლშევიკები, კომუნისტებმა. ოღონდ საქმე იმაშია რომ ეს არ იყო სახალხო აჯანყება, ეს იყო მაინც გადატრიალება პირველ რიგში და ბოლშევიკებს ამ პერიოდში ეჭირათ დაახლოებით ორი ქალაქი ეჭირათ პეტერბურგი და მოსკოვი. დანარჩენი რუსეთი ასე ვთქვათ ქაოსში იყო რა. და ამის შემდეგ დაიწყო რუსეთის სამოქალაქო ომი. ეს იყო ომი რომ ყველას ომი ყველას წინააღმდეგ იქ იბრძოდა თეთრი გვარდია, რომელიც იყო მეფის ტახტის აღდგენის შესახებ. აქ იყო უცხოური ინტერვენტული ძალები, აი ხო ნაციონალისტური ძალები ომდნენ, მაგალითად სიმონ პეტლიურა უკრაინის. და კიდევ ისე რა დენიკ თვითონ ეს არა ანარქისტები და საბჭოთა არმიამ ყოველას ასე ვთქვათ წინამორბედია ყოველას მოუღო 1923 წლისთვის ეს ყველაფერი დასრულდა ეს ომი და თვითონ საინტერესოა რომ ისე როგორც ფაქტად რა რომ როგორც იცით თქვენ შეერთებული შტატები დასავლეთ სამყაროში ძალიან დიდ ფულს ხარჯავს ახლო აღმოსავლეთში რომ ქალის გაძლიერება გამოიწვიოს ასე ვთქვათ და პირველ რიგში იმით რომ მან მოიხსნას ჩადრი. ხო? ამაში ხარჯავენ ასეულობით მილიონი დოლარს და შედეგი არის 0. და ერთ-ერთი ხალხი, ვინც რეალურად ერთ-ერთი პარტია, რომელსაც რეალურად აიღო ერთი ერი და გადაახტუნა სხვადასხვა სოციალურ ფორმაციას და პირდაპირ ჩასვა მე-20 საუკუნეში იყო საბჭოთა ხელისუფლება, რომელიც იგივე გაუკეთა, თქვათ, უზბეკეთს, ყაზახეთს, შუა აზიას, რა აღმოსავლეთ შუა აზიას. და გააკეთეს შემდეგნაირად ეს უბრალოდ გადახვევა. გაუძახეს მამებს, ძმებს, ქალებს ქმრებს და უთხრეს რომ ხვალ შენი ცოლი და დეიდა დედა გამოვა ჩადრით დაგხრეტავთ შენ. გამოვიდნენ მაინც ჩადრის დახვრეტეს, შეუსრულეს პირობა. კიდევ გააფრთხილეს, მე უფრო ცოტა ხალხი გამოვიდა, ცოტა უტრირებად ლაპარაკობ და აი ესე იარაღის ძალით ხალების ემანციპაცია მოახდინეს და ესე დანარჩენ სხვაგან არსად არ ხდება. ამასობაში რუსეთის იმპერიამ, საბჭოთა რუსეთმა რომელიც დაასრულა რეალურად თავისი შიდასთან და კონსოლიდაცია გააკეთა ძალაუფლების, მოიცალა უკვე იმ ქვეყნებისთვის, რომელსაც დამოუკიდებლობას მიაღწიეს პირველ მსოფლიო ომის შედეგად. ეს იყო საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, სხვადასხვა პირველად ქონდა სახელმწიფოება თავისი ესტონელებს პირველად ქონდა სახელმწიფოება, მაგ დროს სხვადასხვა არ ქონია არასდროს. მოიცალეს ამ ასე ვთქვათ ამ იმპერიის ნაწილებისთვის რა. როდესაც ბრესტ-ლისტოვსკი დადეს გერმანელთან შესახება, ბოლშევიკებმა მაშინ ტერიტორიის ძალიან დიდი ნაწილი დაუთმეს დასავლეთ უკრაინა, დასავლეთ ბელორუსია, ფინეთი, ბალტიისპირა რესპუბლიკა. ანუ ესე რომ ვთქვა, ახლა მაპატია ჟარგონში საქართველოს ამ უზარმაზარ გეოპოლიტიკური კაზინოდან გამოიტანა დიდი კუში ჟარგონზე მაპატიეთ. დამოუკიდებლობა თავისი.
ასე დამოუკიდებლობა დაეცა თავზე რა. დაინგრა უზარმაზარი იმპერია, დაინგრა ყველაფერი მოხდა საქართველოს კონტროლ გარეშე მქონე ძალების ფონზე, რაღაც უზარმაზარ მორევში აღმოჩნდა უცბად კარგად დგას. ამას ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელა, გაგრძელა 3 წელი 1918-1921. მეორეჯერ დიდ პოლიტიკურ კუშს საქართველოს ასევე მოიგებს გლობალურ იმაში კაზინოში, როდესაც დაიშლება საბჭოთა კავშირი. მაშინ კიდევ ერთხელ გახდა დამოუკიდებელი, ისა რა ვქო, დამოუკიდებელი საქართველო. 1991 წლის აგვისტოში, როდესაც პროცესები წავიდა და ისე რომ აი უკვე საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაცია დაიწყო რეალურად, საშუალო ძალიან სასაცილოა, რომ რაღაცნაირად ირონიულია, რომ ამერიკა, რომელიც არქიმტერი იყო საბჭოთა კავშირის, საბჭოთა კავშირის ესეთი სწრაფად დაშლა, რომ დაიწყო, ძალიან შეეშინდა. და ცდილობდა არ დაშლილიყო და შეეშინდა იმის გამო, რომ მან არ იცოდა ეს ბირთვული არსენალი ვის ხელში მოხდებოდა რა, უზარმაზარი ბირთვული არსენალი. მაგას მე დაუბრუნდებით, არსენალი დარჩა ყაზახეთის, უკრაინის და ბელორუსიის ტერიტორიაზე. უზარმაზარი ფინანსური დახმარებით და დარწმუნებულება პრეზიდენტებისთვის ძალიან დიდი ფულის იმისად ლაპარაკია მილიარდებზე რა. მოხთავით ასე ვთქვათ, უკრაინამაც, ბელორუსიამაც ყაზახეთმა ბირთვული აღი დაუბრუნდა მისცეს რუსეთს უკან. ტრამპი კიდევ თვითონ ამერიკას ეშინოდა ვის ხელში ჩავარდებოდა ამ ქაოსში, ამ ხელა გამანადგურებელი პოტენციალის მქონე იარაღი, ხო? და ყველაზე ასე ვთქვათ, დასაფიქრებელი ის, რომ 1994 წელს, როდესაც უკრაინა, ბელორუსია და ყაზახეთმა გადასცა ხელში ისა ბირთვული არსენალი რუსეთს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე პასუხისმგებლობა აიღო შეერთებულ მოშადეებმა საფრანგეთმა და ბრიტანეთმა. და მოდი უხუშავთ გადააგდეს უკრაინელები. იმიტომ რომ უკრაინელების ტერიტორიული შემცირება დაიწყო 2014 წლიდან, ხო, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი. თითითით ზერ დაუკარებიათ გარანტორებს. არაფერი გაუკეთებიათ. აი ეგ არის რა. მოდი ახლა უკრაინა ბირთვული იარაღით იყოს, ცოტა სხვანაირად წავა საქმე. რა, მაგრამ ასე თქვა, რა კი არ გადააგდეს, ანუ დაიკიდეს ფეხებზე უკაცრავად ჯარგონისთვის და დაიკიდეს რა. ის შეკრობა გახდა ფარატინა ხალხი რა, ისო. და უკრაინა ვერაფერს ვერ ეუბნება, იმიტომ რომ ახლა კიდევ ამაზე უჩხიკინოს, ახლა იარაღს ისინი აძლევენ და ახლა არ უნდა საერთოდ რაღაცა საამღვრიოს წყალი, თორე ასამღვრევი ნამდვილად არის რა, გაწირეს ქვეყანა რა პრაქტიკულად რა. მოდი ახლა მე იმას ვიზამ რა ქვია, ცოტას გადავახტები, ანუ აღარ მოყვებს დაწვრილებით. ნუ დაიწყო ხო, საინტერესო ის რომ დაიწყო ნეპი, ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მცირე პატარა საწარმოებს უშვებდა, ეს იყო სამოქალაქო ომის მერე, ხალხს ჯერ კომერცია დავიწყებული არ ქონოდა ქვეყანა სწრაფად გამოვიდა მდგომარეობიდან რუსეთი, მაგრამ 30-იან წლების დასაწყისში უკვე ძალიან მოუჭირეს 20-იან წლების ბოლოს. ამ ხანაგმა სტალინმა, რომელსაც მანამდე კრემლის შიდა ბრძოლებში გაიმარჯვა. ხან მემარცხენეები, ვითომ მემარცხენეები დახურეთ და მემარჯვენეებთან გაიდა ხან, მოკლედ ჩვეულებრივი ის იყო ინტრიგა რა სასახლის კარზე ვინ დაიჭერდა მძალოფლებას ხელში. ნუ გამარჯვებული გამოვიდა სტალინი. 29 წესი ტროცკი უნდა გამოსურვებდა რეალური რევოლუციის დამწყები და წითელი არმიის შემქმნელი ტროცკი იყო რა. მაგის ორგანიზება ტროცკიმ გააკეთა რა. ანუ ტროცკიდან შექმნილმა ჯარმა მოიგო სამოქალაქო ომი. ნუ ტროცკიც გაწირა. ყველა გაძიება 1920-იან წლების ბოლოს სტალინი გვევლინება როგორც ერთადერთი ასე ვთქვათ ერთპიროვნული ლიდერი ქვეყნის. ნუ ბევრი სახელი აქვს საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. ასეთი გზელი სათავე ჰქონდა. საინტერესო იცით რა არის ეს კაცი მის ცხოვრებაში გადაიქცა მითიურ ადამიანად რა. ეს კაცია ვინც სისხლის ძღვები დააყენა და ჰიტლერთან ერთად იმიტომ არ არის ერთ ჯგუფში მოხვედრილი, უბრალოდ საბჭოთა კავშირის ისტორიის გამო აღმოჩნდა მართალ მხარეს. სოფლიოში არ ყოფილა ესეთი ომი, სადაც ესე მკაფიოდ იყოს გამოკვეთილი თუ ვინ არის ცუდი. ომი რთული საქმეა, ხა ვინ არის კარგი, ვინ არის ხა ესე ვერ გამოყოფ რა. ეს იყო ერთადერთი. ანუ საბჭოთა კავშირმა რეალურად იომა 7 წელი. 1939-დან 41 წლამდე იყო გერმანიის ძალიან კარგი, ნაცისტური გერმანიის ძალიან კარგი პარტნიორი სავაჭრო, იქიდან ღებულობდა დაზგებს და რაღაც აპარატურას, აქედან უგზავნიდა ნავთობს, ხორბალს, რკინის მადანსაც, ომისთვის საჭირო რაღაცები. 41 წელს დაიწყო გერმანიის საბჭოთა კავშირი. აი მაშინ საბჭოთა კავშირი თავის სტალინიანთან აღმოჩნდა
მართალ მხარეს ისტორიის რა, ასე ვთქვათ და ამიტომ ნაკლებიც მოიკითხა პრაქტიკულად არაფერი არ მოგითხვია რა. სტალინის ფენომენი ახლა აღარ გავჩერდება, ძალიან დიდი და უცნაურია. ჰიტლერი 1933 წელს რო კანცლერი გახდა 1945 წლამდე მასზე იყო 7-8 ისა რა ქვია თავდასხმა დაგეგმილი. აქედან ერთი კინაღამ წარმატებით დამთავრდა ოპერაცია ვალკირია. მაგიც ხელმა მაგიდამ გადაარჩინა მუხის რა. და სტალინი არც ერთ თავდასხმა არ ყოფილა არასდროს. და ერთად დავამატებ, რომ ხო იყო თქვა და ძველი რომის იმპერატორები ან შაჰები ირანის ხო ან სულთნები ეგვიპტის და თურქეთის და ოტომანთა და შემდეგ და ქონდათ უამრავი ტიტულატურა რა. მაგალითად რუსეთის მეფე პირდაპირ ითვისებდა იმ დაპყრობილი ხალხის ტიტულატურას. ანუ ის გარდა იმისა, რომ მთლიანად რუსეთის მეფე იყო, ის იყო აგრეთვე ქართველთა მეფე, სამარყანდის ემირი, ბუხარის რაღაცა ეს ყველაფერი. სტალინის ხოდა საოცარი ისა რა ქვია. მეცახელი არა, ანუ ტიტულატურა უბრალოდ. ახლა ეს ოფიციალურად არ იწერა, ყველა ესე ეძახენ. აწეც ხრიმიონ ინაროდა. ყველა დროის და ხალხის мама. ეს არის რეალურად ბიბლიური პერსონაჟი, აბრაჰამით რა, რომელიც არის ყველა ერის თემით დამფუძნებელი мама, აბრაჰამი, ისააკი და იაკობი. აი ბიბლიური ის ხონდა რა, საოცრება იყო. თვითონ რა არის ორი სიტყვით ეს კომუნიზმი. კომუნიზმის იდეა არის და მარქსიზმი შეპირობში. მარქსიზმის იდეა არის, რომ ყველაფერი რაც ხდება, ყველაფერი დეტერმინირებულია ეკონომიკური ურთიერთობებით. რომ ბურჟუაზიას, ასე ვთქვათ, მაშინ ეს ტერმინი იყო, ისინი ფლობენ წარმოების საშუალებებს, ხოლო პროლეტარიატი ყიდის თავის შრომას. ამიტომ არის საკმაოდ უთანასწორო მდგომარეობა. ეს უნდა მოისპოს და ნელა უნდა დაიწყოს, უნდა იყოს საერთო დოვლათი, ყველაფერი ყველასია, და როცა ყველაფერი ყველასია არავისი არ არის მერე. ყველაფერი ყველასია, ეს ეკონომიკური და დანარჩენის რელიგიური თუ პოლიტიკური თუ სოციალური ფორმაციები, რომელიც ეკონომიკურ ურთიერთობას არის, ეს არის მხოლოდ იმისთვის, რომ მმართველმა კლასმა შეინარჩუნოს ძალაუფლება. ახლა შეიძლება ბურჟუაზია თქოს რომ მოჭმულია, მაგრამ ეს მარქსიზმი იმდენად რაღაცა ცოტა საშიში რაღაცა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ კარგ რაღაცას ამბობს ადამიანს მოხდება რა გულზე, მაგრამ როგორც იცით, გზა ჯოჯოხეთისკენ მოკიწყლულია კეთილი განზრახვებით რა. და ეგეთ რაღაც მოხდა. მას დაიწყეს უკლასო საზოგადოების შექმნა, რაც მათ იდეონო საზოგადოების კლასი და გაწყვიტეს ძველი კლასები, არისტოკრატია, თქვათ, სამღვდელოება, ინტელიგენციის ნაწილი. იქვე დაიწყო წარმოშობა ახალმა სოციალურმა კლასებმა, ეს იყო პარტიული ფუნქციონერები, ეს იყო პოლიციელები და შეიქმნა რაღაც. ანუ ერთი კლასი ჩაანაცვლეს მეორეში. იდეა აგრეთვე იყო სოფლიო რევოლუცია. რა ეს უნდა ყოფილიყო, გავრცელებულიყო მთელ სოფლიოში. და 1919 წლამდე კინაღამ ახდა გერმანიაში შეიქმნა თქვა წითელი ბავარიის რესპუბლიკა, დედაქალაქით მიუნხენი. კიდევ საფრანგეთში იყო, ფიქრობდნენ აი ხა გამოვა, ჩაქრა ეს და მე განავითარა ეს თეორია სოციალიზმი მარტო ცალკე აღებულ ქვეყანაში, საბჭოთა კავშირში. შესაბამისად ეს იდეოლოგია უკვე ვერ კიდევ აი 60-იანი წლებიდან უკვე გახდა ყალბი რა, უკვე აღარ ჯეროდა არავის რომ ეს შესრულდება რა კომუნიზმი წარმოუდგენელი უკვე მიხვდა რომ არ გამოდის რა, მაგრამ ყველათან პარტიული ბოსებიდან დამთავრებული უკანასკნელი რა ვიცი არაკვალიფიციური მუშათა დამთავრებული. ანუ ქვეყანაში რეალურად ჩვენ ცხოვრასაც მეც მოვესწარი, ხო ცხოვრობდით შიზოფრენიაში, გაურება პიროვნული რა მართლა. ანუ გარეთ ლაპარაკობდი სხვა და იქცეოდი სხვანაირად, შიგით ლაპარაკობდი და იქცეოდი სხვანაირად რა. საბჭოთა კავშირის დაანგრევას გადავახდი რაღაცეები. მოდი ერთ რაღაცას ავუშვებ კიდევ. საბჭოთა კავშირში შეიქმნა სადაც 60-იანების ბოლოდან ვიდრე 80-იანების შუასვამდე იყო ზასტოვის, ანუ ეგრეთ წოდებული ზასტოვი როგორ ქართულად როგორ თქვა ისა დამყაყების რა ასე ვთქვათ რა. უძრაობის ხანა არის ეგეთი. უძრაობის ხანა, როცა ქვეყანაში
რეალურად არსებობს ქვეყანა მიშვებულია ცოტათი ახლა რაღაც დონემდე. ისეთი სიმკაცრე აღარ არის როგორც სტალინის დროს იყო და ყველა იპარავს სახელმწიფო ქონებას და ყველა მიცის ეს ამბავი რა. ხელი ხელს ბანს. თუ ვიღაც ახლა ძალიან მოიპარავდა და გადაახტებოდა რაღაც შეუთანხმებელ თამასას თუ გადაწდებოდა, ის შეიძლება საჩვენებლად დაესაჯა და დაეხვრიდა. ანუ საბჭოთა კავშირის სტალინის მერეც არსებობდა სიკვდილით სასჯელი იმ ხალხზე, ვინც მოიპარა ან გაფლანგა 100,000-ზე მეტი რუბლი მანეთი რა. ანუ ეკონომიკური იმაზე დანაშაულისგან ძალიან ისეთი რაღაცაა რა. ეს ქვეყანა იყო არის ხშირად ლაპარაკი, რომ საბჭოთა კავშირი დაანგრია, ნავთობზე ფასების აწევამ და რეიგანის ადმინისტრაცია ძალიან ეფექტური იყო და ავღანეთის ომი და რაღაც არ არის ეგრე ჩემს ეგრე არის, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ბევრად უფრო ავღანეთი რა არის, უფრო კოლოსალური ომებია გადატანილი და არ დაშლა ესევე უფრო კოლოსალური განსაცდელებია გატარებული განსაცდელი როგორც არის მასობრივი შიმშილი და ასე საბჭოთა კავშირი დაანგრია თვითონ სისტემის პათოლოგიურობა. პირველი ეს არის ეკონომიკური პათოლოგია, რომ არსებობს ერთეული თქვა წარმოების, აი მაგალითად პირობითი აი ამ ბოთლის გაკეთება დაждდა თქვა ლარი, ხო? აი დახსედევს ლარად. შემდგომში ამის წარმოება დაждდა ლარი და 20. მაგრამ შენ გაძლევენ ლარად სახელმწიფო. ასე იგი თავის თავს აკლებს. ანუ იდეაში თუ ამის გაკეთება დაждდა ლარი, ხო? მე ჩემი მარჟა ხომ და დავამატო მოგების ემოდან, არა აბა მაშინ რატომ დავაკეთო, ხო? ანუ ფასით გინდება ორი კრიტერიუმი. ერთი არის თვითღირებულება და მეორეა ზედნამატი და იმას ემოდან ხურავს უკვე თქვა ისა რა ქვია ჭერი. ფინანსური ჭერი, ამიტომ თქვა მე კარტოფილი მოვიწიე თქვა 2 ლარად დამიჯდა მოწევა და მე 4 ტყვიდი, ნუ იმიტომ რომ ბაზარში ნახოთ 4 კილო. შენ შეგიძლია დაადო 10 ლარი, მაგრამ გავატრდები რა, არავინ არ იყიდის რა. საბჭოთა კავშირი იყო ქვეყანა, სადაც წარმოებული, ხშირ შემთხვევაში წარმოებული პროდუქტი იყო უფრო დაბალი ფასი, ანუ გასაყიდი ფასი უფრო იაფი იყო ვიდრე თვითონ წარმოება. ანუ ამას გაუძლევს ალბათ რაღაც იგი ქვეყანა, რომელიც უბრალოდ აზიის პრაქტიკულად ყველა ქიმიურ ელემენტს რაც კი მსოფლიოში შეიძლება მოიპოვოთ. მარტო ნავთობს და გაზს კი არა, რაც უდიდესი შემოსავალი და ხე-ტყეს. იქ არის ალმასები, სხვა ძვირფასი ქვები, ზურმუხტები, უამრავი რაღაცა. რამაც აი ეს ქვეყანა ესე იძულებით აცოცხლა რა რაღაც პერიოდი და შემდეგ როგორ მოხდა ისიც რომ თვითონ ხელმძღვანელობა აი გორბაჩოვი რა ბოლო ცეკას ბოლო მდივანი და პირველი და ბოლო პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის მიხვდა რომ რაღაცა ცუაცხეა, მაგრამ იმის გამო რომ მათ არ გააჩნდათ ესე თქვა საბაზისო ეკონომიკური ისა ცოდნა დაიწყეს ფასების ლიბერალიზაცია და მოუშვეს პოლიტიკური ასე თქვა ონკანი. ან ბოთლი და ამ ბოთლიდან ისეთი ჯინები ამოვიდნენ რომ მე უკან არ დააბრუნეს რა ეს ჯინები. ეს არის პირველ რიგში ნაციონალიზმის ჯინი, ნაციონალიზმის უძღვება. ყველამ დაიწყო როგორც კი პარტია მოადუნა ყურადღება, იმწონსა დაიწყო ცენტრიდანული ძალების მოქმედება, ანუ ცენტრისგან შორს. ეს პირველი არის ნაციონალიზმი რა. და საბჭოთა კავშირი თვითონ ისეთი ვეღარ აჩერებდა ამ პროცესს რა. კი გაიფართხალა 9-ში აქ დახოცა ხალხი. წელიწადნახევრის მერე ვილნიუსში მოკლავს მშვიდობიან დემონსტრაციას, მაგრამ უკვე პროცესი დაწყობილია, რომ ისე დემორალიზებულია, რომ უკან ვერაფერი ვერ მოუბრუნოს და ამის მაგალითია აგვისტოს პუტჩი, ეგრეთ წოდებული საბჭოთა კავშირში, როცა გორბაჩოვი თავის აგარაკზე იყო ყირიმში და შინაპატიმრობაში ჩასვეს და წამოვიდა მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, უშიშროების სამსახურის კგბ-ს უფროსი, მისი მოადგილე, ანუ პრაქტიკულად ყველა. და ჯარი რო გამოიყვანეს ამათ ქუჩაში, იმ ჯარმა რაღაც მომიშვა რომ ჩვენ არ ვესვრით დემონსტრანტებს, არ არსებობს რა. და ვეღარცა ვერაფერი არ გააკეთეს. აი ახლა წარმოგიდგენთ ქვეყანაში პრეზიდენტს უჯანყდება ყველაზე საკვანძო ძალოვანი სტრუქტურები და ისინი ვერაფერს უშრება. არ გამოდის რა, ისინი ვერაფერს უშრებიან რა. და ესე ჩაფლავდა იმის მერე წავიდა ძალიან ჩქარი მაგარი აჩქარებით.
საბჭოთა კავშირის დანგრევა. ჯახდება ამ დროს საქართველოს რა თქმა უნდა მიყვება სოციალიზმის გზას 1924 წელს აჯანყება რო იყო საქართველოში ხო ამის წინამდე ამ ხალხის მასობრივი დახვრეტით და ვაგონებში გამოწყლევით და ექტყვიანფრების როლით და დაჟით ხალხის ასე ვთქვათ სიმტკიცე გატეხეს რა მორალური გატეხეს და ამ სიმტკიცეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მორალურს აი მაგალითად აი ავიღოთ ჩეჩნები ხო ჩეჩნები დღეს ვიცით რომ არიან ძალიან მაგარი მებრძოლები ხო რაღაცა მაგარი სისხლის სამართლის კრიმინალები ვიცი რომ მებრძოლები ისე ტიპები არიან და სისტემის პარალიზების ერთ მაგალითს მოგიყვებით 1954 წელს მოხდა ჩეჩენო-ინგუშეთის ხალხის მთლიანად აყარა ჩეჩნეთიდან ინგუშეთიდან და გადაყვანა მათი ყაზახეთში მოსახლეობის დაახლოებით 25% მოკვდა გზაში იმიტომ რომ საშინელ ყინვაში ეს ხალხი შერეკილი ყავდათ პირდაპირ ამ საქონლის გადასაზიდ ვაგონებში წყალს იშვიათ აძლევდნენ ფეხი აი რომ ნახეს ისე მიერეკებოდნენ და ეს ოპერაცია გაგრძელდა და მიცარჩულად რა ედო სტალინის პარანოია რომ გერმანელებიო რომ მოსულიყვნენ ჩეჩნეთამდეო 2 წელით ადრე 42 წლის კავკასიონზე შეტევა რომ მაშინ ჩეჩნები აუცილებლად ითანამშრომლებდნენ მათთან ანუ რაღაც პირობითობა დაუშვა რა რაც არ მომხდარა რა აი წარმოვიდგინეთ რა აი რომ დაუფიქრეთ რომ მისულიყვნენ მაშინ ანუ არ მოხდა ეს ამბავი და რას ქვია მაშინ თუ მე ხო ესევე დაემართა ყირიმელ თათრებს და რა მოხდით ეს საინტერესო კიდევ ეს ამბავი რომ მიუხედავად იმისა რომ ჩეჩნეთიდან იმ დროს ამოიღეს 20,000-ზე მეტი საბრძოლო იარაღი ტყია არ გავარდნილა ისე გაარეკინა მამაცმა და მებრძოლმა და ესეთმა ხალხმა თავი სასაკლაოზე რეალურად რა ხო ამაზე მეტი რა უნდა გემართოს ხო ანუ და ვისაც ვერ აყენებდნენ ლოგინან ავატყოფი იყო ლოგიში ვეხრუტავდნენ რა და ადგილზე ამ ოპერაცია მე რაღაც ჩეჩნების წარმოადგენს და სხვანაირად წავიდი საქმე რა ის სტალინი ქართველი ბერია ქართველი და ადგილზე შემსრულებელი პოლკოვნიკი გვიშიანი რა რაღაც ქართველების ხელი დაინახეს მარტო რა ანუ ახლა ის რო ქართველები ჩავდღეში ყავდათ ეგ რაღაც შეიძლება გამორჩეთ არა უბრალოდ იმის თუ რაოდენი პარალიზება შეუძლია სისტემას მე ვთქვი ერთი ასაკოვანი კაცის ამბობის კაცი ახლა ცოცხალი არის მაშინ მუშაობდა მაშინ რა ქვია კინოსტუდიაში ეს კინოსტუდია იყო ბლეხანოვის დასაწყისში აღმაშენებით დასაწყისში და ერთხელაც გამოვედიო კინოსტუდიიდან ვარეთ 22 სამწის უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მაქვს და ხედავ პროსპექტზე არის ესე განივად დიდი ბანერიო აქ წითელი აქ წერია დიდება მე სტალინის პორტრეტი და მე სტალინს ესეთი დიდი პროვინცია და შევხედე და ვიფიქრე ახლა შენი დედა და ეს რო გავიფიქრეო გავჩერდიო და ფრთხილად გავეხედე გამოვიხედე ვინმე ხო არ მიხვდაო რა ვიფიქრეო წარმოგიდგენთ რადონის რომ ფიქრისაც კი ეშინოდათ რა ხო რა ის დაშინელება იყო რა თვითონ საქართველოს 20 წელში მე ჩართული იყო ანუ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა სადაც საქართველოს ჩართული იყო საბჭოთა კავშირის საბჭოთა წყობილების შენებლობაში სანამ არ მოხდა ერთი ნიშანდობლივი კი არა ესეთი ნიშანდობლივი კი არა ხო ნიშნულოვანი ღონისძიება რაც არის 1959 წლის 9 მარს დახვრეტა დემონსტრანტების გაგიგიათ ეს ამბავი ხო სტალინის კულტის ხალხიც არ იყო იყო ჩვენი პატრიოტები სტალინის ეცედა ვიყოთ ესე ვთქვათ ქართული მონენაცია მანდი იყო ეგეთი რაღაცა ხრუშოვმა რომელიც გაიმარჯვა სტალინი 53-ში მოკვდა ხრუშოვმა 46-ში უკვე აღიარებული იყო როგორც ეკასპიერ მდივანი ამ 3 წელი ერთმანეთს ჭამდნენ როგორც ვირთხები გასრში რა როგორც გაიმარჯვა ხრუშოვმა და ხრუშოვმა მე-20 საუკუნის მე-20 ყრილობა იყო პარტიის და დახურული იმაზე რა ქვია შეხვედრაზე წაიკითხა მოხსენება პიროვნების კულტის შესახებ. ანუ დაგმო სტალინი, მისი საქმეები დაგმო, ყველაფერი დაგმო, თვითონ მას, მალენკოს, მიქოიანს, იმად არაფერი არ ქონდა, ბერიას, თვითონ არაფერი არ ქონდა გაკეთებული, ბერიბოდი ჩუქტარი. ბერიას წინამდე ხო წავლის ბერიას ხომ? ბელია მოკლეს. ხო, მაგის მინაინც ხო ის იყო, რომ ის მაგის სტალინის მეფეები იყვნენ, ისინი თანდათან ჩამოეშორა. არა, ვერ ვიტყვი ახლა ხრუშოვი, ახლა ისეთი გავლენა აღარ ქონდა, ხრუშოვი იყო თვითონ სტალინის გარემოცვიდან რა. მე საერთოდ ძალიან მიყვარს როგორ
შეძლეს ამის მოხერხებით, რომ ბერია თავზარცემდა ყველას რა. და ხა ვიღაცას თქვა ბერიას მოშორება გინდა, ვიღაცას ხომ დაელაპარაკო. აი როგორ ძალიან ძნელი იქნება წავა და ბერიას მოუყუეს, აი ისეთი რაღაცა რა. ნუ მოკლედ გააკეთეს რა და რატო გამიწყდა რაღაცა სხვა რაღაცა მოგვიყვება. 16 წლის ამბობ. ხო 16 წლის მარტში, როდესაც თვითონ ავტომატებიდან ტყემხევით დახვრიტეს მშვიდობიანი მანიფესტანტები. ახლა რუსებს მაშინ არ იცოდნენ წყლის ჭავლი და ხელკეტი და რაღაცებს არ ცნობდნენ, პირდაპირ ცხელი ტყვია რა. ხო მართლა ეგრე იყო, არ ჰუმანური სახელმწიფო იყო რა და მეორე მსოფლიო ომიც ესე არ მოიგო როგორც დღეს აკეთებს თავისივე ჯარისკაცების გვამებით დამარხეს გერმანელები რა. ამოავსეს პროსტა რა. და გერმანიას იმ დროს ყავდა ეს ვერმახტი შეერაღებული ძალები გერმანიის ყველა მას დაპირისპირებულ არმიასთან რამდენიმე თავით მაღლა იდგა, როგორც სამხედრო მანქანა, გინ საბჭოთა არმიასთან, გინ ამერიკელებთან, გინ ყველაზე მაგარი იყო, ალბათ ესეთი უპირატესობა მოწინააღმდეგეს არ ქონია, ალბათ რომაული ლეგიონების შემდეგ რა. ენთაღუწეველი უპირატესობა. ორივე შემთხვევაში ომი გადავიდა გამოფიტვის ომზე. და გამოფიტვა უკვე რესურსები უკვე ამდენი აღარ იყო რა. როგორც კი შეერთებული შტატები ჩაება თავისი უზარმაზარი რესურსებით იქ უკვე ისეც მოიგებდა, საბჭოთა კავშირი მოიგებდა, ეს დროის ამბავი იყო მხოლოდ რა. 53 წლის მერე უკვე დროის ამბავი იყო, 51-ში კინაღამ წააგეს ყველაფერი. ესე დამოვაწვა რა დამომართა. ხო, მოკლედ მოვიდა ღალისებულებაში ხრუშოვი თავის იდიოტიზმით ამერიკაში ყავდა წაყვანილი, ჩავიდა პირველი საბჭოთა ლიდერი ყავს ამერიკაში წავიდა. კორტეჟი გააჩერებინა და პირველი სუპერმარკეტში შევიდა, იმიტომ გაგიჟდა რაც ნახა, იმიტომ რომ იმათ არ უთხარ რომ წინასწარ სუპერმარკეტის ნახვა მინდა, იმიტომ რომ მოიფიქრებდა რომ იმათ დასტოკავდნენ და მრავალფეროვანს გააჩვენებდნენ ამას რა, როგორც საბჭოთა კავშირი იყო შეჩვეული ტყუილი ფასადები და გააჩერა ეს ესკორტიც რაღაც ძალიან შემთხვევით ადგილას და გადმოვიდა და გადაირიეს რა. მე აღთხოვა და სიმინდის და გაწვა საბჭოთა კავშირის სიმინდი მოეყვანა ყველას და ამისთვის საჭირო იყო ჩილოს დიდი მდიანები რო არის ლენა და ობი და ენისე. ისინი შემოეტრიალებენ და შუა აზიაში გაეშვათ. ნუ ეს იქნებოდა კატასტროფული მოვლენა ისა როგორც არავის ზღვას დაემართა ეგეთი რაღაცა მოვიდოდათ რა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ რა მასშტაბის სახსრები ქონდა საბჭოთა კავშირში რომ უზარმაზარი ენისე რა მხოლოდ მდინარეზე და აი თვალს ვერ უწვდნენ რა. რომ ის ჩადეს შემოვლოვანეს ეს შემოეტრიალო მხოლოდ მდინარე. ხო? ონკას ვერ ვაკეთებთ ხალხში ხანდა. ის შემოატრიალდა ხელო მდინარე და წავიდა შუა აზიაში რა. ეგ ბოლოს ხრუშოვიც ესე თქო დამსახურებულ პენსიაზე. ხო. მე მივედი კი ზასტოის. ზასტოის როგორ იყო? თუ ძალიან არ ეჭხირებოდი ხელისუფლებას თვალში, ოთხში დაჭერით არ დაგიჭერე. ახლა თუ დასაჭერი საქმე იყო როგორ არ დაგიჭერე? რაღაცი ძალიან თვალში უნდა მოხვედრილიყავი რა, რაღაცებს არ გაბადიებდნენ, მაგალითად ის როგორც თვითმფრინავის გადაცება იყო რა. არაპატიები იმას საჩვენებლად დაჭირდა და მე მასწავლიდა როცა აბიტურიენტი ვიყავი ლევან ბერძენიშვილი. იცით ალბათ ლევან ბერძენიშვილი. ხო, ლევან ბერძენიშვილი და უმაღლესი რო ვაბარებდი ქართული ყველა საგანზე აუცილებელი იყო და დავყავდი აბიტურიენტად ლევანთან. და ლევანთი მაშინ არ იყო ესეთი ცნობილი ადამიანი, ხო იყო ისა ვიწრო იმის კლასიკური ფილოლოგიის წრეში რა. და პირველ გაკვეთილა დაუბრუნდი და ეს უთხარი მეგონი ეს რაღაც ქართულში გაკვეთილები აღარ არის მეთქი, ბევრად უფრო მეტია მეთქი. ახლა დაჭერაზე ყო. ლევანი ხო დაჭერილი იყო როგორც დისიდენტი რა, საბჭოთა დროს. თქვენ წარმოიდგინეთ დისიდენტი იყო, იმიტომ ძალიან ღირსეული ჯენტლმენური საქმე იყო რა, იმ გაგებით რომ ბრძოლა იყო აპრიორი განწილული რა ამ რეჟიმთან რა, იმიტომ რომ მონოლითივით ქვეყანა იყო, მაგის დამარცხებას ან დაშლას ამერიკელების კი არ საზღვრავდა. მე საკითხული მაქვს 1983 წელს მიღებული რეიგანის დოქტრინა, მე მგონი მას თქვენ არა მასალებში გიქნებათ ჩემს სტუდენტებს აქტიკა. სადაც გაწერილია რა უნდა გაკეთდეს და ეს მინიმუმ 15-20 წლიანი გეგმაა რა და 15-20 წლიანი გეგმა რა 7 წელიწადში დაიშლებოდა საბჭოთა კავშირი რა. ანუ როდესაც შენ შედიხარ დაპირისპირებაში ასეთ მონსტრთან შენ აპრიორი წაგებული გაქვს ბრძოლა, იმიტომ რომ ის იცი რომ ეს არ დამარცხდება რა, ეს არის რაღაცა უკიდურესი თავისუფლება რა, ხვდები ძალიან სიძლიერე გჭირდება პიროვნული რა. და მე რომ გამოხვიდოდი ციხიდან, ნუ თქვა არ ჩახსოვს, ყველაფერს ჩამოგაცილებდნენ. გინ მეცნიერი ყოფილიყავი, გინ მეტალურგი ყოფილიყავი, გინ არ არის სფეროს რაც უნდა ყოფილიყო, ყველადან გაგრიყავდნენ რა, მარგინალიზებულად.
და მოკლედ როდესაც ლეო და დაიწყეს აი დაჭერამდე 2-3 წუთად დაიწყეს ეგრეთ წოდებული наружная слежка ქვია თუ ამას რუსულად, ანუ გარედან თვალთვალი, ანუ ის ვინც გითვალთვალებს აღარ იმალება. შენთან ერთად მოძრაობს რა, ერთი 10-15 თუ გამიყვება, მიხვალ სახში სადარბაზოს დადგება და გელოდება, გამოხვალ სახლიდან წახვალ მეგობართან, გამოვა, წამოყვება და გელოდება, გამოხვალ. სადმე წვეულებაზე წახვალ დაბადების დღეზე გამოყვება. აი ესე რა, დაუფარავად. ლევას ხეთიც ხო ქონდა თეატრში და კინოში ბილეთები შოვნის ეგრე. ლევას? არ ვიცი. ხო და ისა და მოკლედ ეს ის დღე და იმ დღეს თან გაიცნო ამასობაში ეს ხალხი რა სმენებით მუშაობდა ორი კაცი და ნუგზარი და რაღაცა და ერთად სიგარეტს ეწეოდნენ და რაღაცა ორი თვე დაძლებდნენ თუ სამი. ხო და იმ დღეს როცა გადაწყვიტეს იჭერდნენ ამოვარდიო მეო რაღაცა ჩანთა მიჭირა სახელში ვყავ და გარბევარ ლექციაზეო და ერთი წინ გადამიდგაო რა და ნუგზარი თქვა პირობითად და აშვებენ ნუგზარი რა დროს ეგ არისო რა მაგრამ ეჩქარება ლექციაზეო და ესე ხარზე ხელი მოუთათრა და შენაწი აღარსად გეჩქარება ლევან. შენაწი აღარსად გეჩქარება. თვითონ აი როგორ დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლა. საბჭოთა კავშირში რუსეთში მოდიან შემთხვევაში თუ რეფორმები იწყებოდა, ყოველ რეფორმები მოდიოდა ყოველთვის ზევიდან. ეს იყო პეტრე პირველის რეფორმები. ეს იყო ალექსანდრე მეორე განმანთავისუფლებელის რეფორმები. პიოტრ სტალიპინის ძალიან ცნობილი რუსეთიდან ქვეყანა რაღაცას დამსგავსდებოდა რა. მაგრამ ქვემოდან ნაკლებად და ქვემოდან რაც დაიძრა და წალიკა ყველაფერი იყო ბოლშევიზმი რა, კომუნიზმი. 1990 აი მე მაგალითად აი ეკონომიკურ აბსურდზე რო ვლაპარაკობთ, ხო? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ საერთოდ კერძო საკუთრება არ აგაქვთ. ახლა ძნელი წარმოსადგენია პრაქტიკულად ეს არის როგორი ბუნებრივი მოთხოვნა პატარა ბავშვს დააკვირდო აი ჩემია რა ჩემია ის მე ის რო შეიძლება გაუყო ვიღაცას იმას საზოგადოება ოჯახი მე ასწავლა პირველი ინსტინქტი მისი არის რა ეს ჩემია რა ისეთი ლამის სიმდონეზია როგორ თქვა აი წოდრული შიმშილი თქვა აი რაღაცა მაგდაგვარი რა ეს კერძო რაღაცის ფლობა საბჭოთა კავშირში თქვენ არ გექნებოდათ კერძო საკუთრებაში არაფერი საერთოდ. ბინაც კი სადაც თქვენ ცხოვრობდით იყო სახელმწიფოსი და კოხტად გამოგასახლებდა იქიდან თუ მოინდომებდა რა. წამიგენ შენ არაფერი არ გიცით აბსოლუტურად დაუცველი ყავ. ერთ-ერთი შენი იყო ალბათ ისა რა ქვია. ტანსაცმელი და იმასაც გახსნიდნენ თუ ძალიან მოინდომებდნენ რა. ანუ ადამიანებს წაართვეს ძალიან მნიშვნელოვანი საბაზისო ფუნქცია კერძო საკუთრების უქონლად. ეს კომუნიზმის გამოძახილია რომ არ უნდა იყოს ისა ყველაფერი უნდა იყოს საერთო. და ნუ ახლა ეს ყველაფერი საერთო არ მუშაობს რა და რუსეთში ცნობილი იყო თქვათ აი როცა კოლექტივიზაცია დაიწყო ხო რამდენიმე ასეული აჯანყება მოხდა რუსეთში გლეხების რა მაგრამ ახლა აბრეზებით შეარაღებული გლეხები რას გაუძლებდნენ ხო ჩეკისტების შემოტევას და დამარცხდა. ანუ როგორ იყო ეს თქვათ მე ვარ გამჯე კაცი. და რაღაც მუშაობს ესე და მყავს 20 ძროხა რა. და ჩემი მეზობელი ვანია, ყოველდღე თვალია, ვაფშე არ მუშაობს, ყავს ერთი ძროხა, ის თავის მიდი მოდის ამ საზოგადოებაში. სახელად არ გქონდა. და მე მომადგენ ვიღაც ტიპები რა, ტყავის კურტკები და იარაღ ჩამოკიდებული, მე ვარ ის რა ხა შენ და ვანი მქონდეთ კოლექტიური მეურნეობა. და ეს 20 შენი ძროხა როგორც შენი ისე ვანიასია, კიდევ ვასიასი. და მე თვითონ ძროხა შენი აგრეთვე. ხდებით ანუ და ბოლოს ისე იყო შენ ხშირი შემთხვევაში ადამიანები თავისი პურის და იმის ცეცო კიდევ საქონელს ხოცავდნენ ნუ წარმოვიდგინე ვიღაცის ხელში უნდა გადასულიყო რა ერერეული რა და აი ესეთი რაღაც მნიშვნელოვანი რაღაცების მსხრევა დაიწყო ისა ადამიანის უსი ჩანერგვა დაიწყო რა ქვია საბჭოთა კავშირში ის ცნობილი 1927-28 წლები ხო გიგიათ 1927-28 წლებში იყო დიდი ტერორის დიდი great terror ესე ქვია მაგ პერიოდს რომ მამამდეც იჭერენ და მაგის მერეც იჭერენ აქ იყო რაღაც პიკი რა დაჭერების და ადამიანს იჭერენ არაფრის გამო ეს იყო შიშის გზნობის ჩათესვა და დემორალიზაცია ადამიანის რა როგორც ჩეჩნებზე მოყვები რა დემორალიზაცია სუსტი ხდები რა
ეს არა უკვე ის აღწერს თქვა სოლჟენიცი თავის არქიპელაგ გულაგში რომ ამდენი ასეულობით ათასი და მილიონზე კაცის დაჭერისას პრაქტიკულად არ ყოფილა შემთხვევა წინააღმდეგობის გაწევისა რა პრაქტიკულად როგორც ხრევი ისე მიყვებოდნენ რა აცა ეს ძალიან ძნელი გასაგები რაღაცაა რა და რითი იყო თქვა აი განსხვავება იმ პერიოდის გესტაპო იყო ეგეთი გერმანიაში ეს რეალურად პოლიტიკური პოლიცია ანუ NKVD-ს counterpart რა NKVD არის народный комиссариат внутренних дел შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი ანუ მინისტრს ერქვა სახალხო კომისრები 1944-45 წლამდე ჩამოდიოდნენ გერმანელები საბჭოელებისგან სწავლობდნენ ბანაკების მოწყობის სისტემას რა საკონცენტრაციო ბანაკების რო კარგად თანაშრომლობდნენ გადასარევად რა ну, ოღონდ მე თვითონ გერმანელებმა ეს გერმანული გულმოდგინეობით კიდევ უფრო სრულყოფილი გახადეს ეს ბანაკური სისტემა. და სოლჟენიცი მაგას ამბობს, არ აღმოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც თქვა და ამ წინააღმდეგობის გამწევი იქნებოდა რა. ხო და ისე რომ დაუბრუნდა. ანუ სადღაც საბჭოთა კავშირს აგრეთვე ეძახდნენ გერონტოკრატიას, ანუ მოხუცების მართვას რა. ყველა არანაკლებ 70 წლის ასაკის იყო, ყველა ვინც პოლიტბიუროში იჯდა, ანუ ცენტრალური კომიტეტის კიდევ ცალკე სპეცს, თქვათ, კიდევ უფრო მაღლამდგომი ორგანო. და გერონტოკრატია იყო. მოკვდა ეს ბრეჟნევი გერონტოკრატია. მე მაგას მიყო მეორე ანდროპოვი. როდესაც რომელიც საკმაოდ ისეთი KGB-ს შეფი იყო 20-25 წელი და მაგას აქვს ნათქვამი რომ придёт время я когда-то прикрою эту шашлычницу საქართველოს თქვა ანუ მოვა დრო და მე მივახურავ აი ეს კი არა დავხურავ მივახურავ ამ დიდ სამწვადეს საქართველოს ერქვა სამწვადე აი ეს დაარქობს რა და ტაშბანდური რამე ხაჭაპური ჰაიჰუი და დღემდეც ეგრე ვარ მე და გორბაჩოვს ალბათ იდეაში ჰქონდა ის რაც აქვს ჩინელებს ახლა. ჩინელებმა მოხსნეს ეს ეკონომიკური ბერკეტი, ისა მექანიზმი გახსნეს, ჩაკეტილი იყოს საერთო ფლობელობა და მაოძედუნის ის იყო სხვადასხვა. თანამებრძოლი ის დენ სიაოპინი, მე მგონი დენ სიაოპინი, ხო. მამო 75-ში მოგვიდა და ამან დენ სიაოპინმა თქვა რომ რეფორმები საჭიროა, ის ინტუიტიურად ისო რაღაც და დაიწყო და გამოთავისუფლება კერძო კაპიტალის რა მარწუხებისგან. და ფანტასტიკური ის მივიღეთ ხო სურათი 1979 წლიდან ჩინეთი არის ზრდადი, სულ ზრდადი ეკონომიკა რა. თუ შეერთებული შტატების GDP არის 19-20 ტრილიონი, ამათ 2-3 ტრილიონი ჩამოვარდებიან მხოლოდ რა. აი გადანაწილება სხვადასხვანაირი კიდევ ცალკე ამბავია. ხოდა გორბაჩოვის დროს მაგრამ დააკეტა დახურული დატოვეს პოლიტიკური მომენტი ის კომუნისტური პარტია ჩინეთის ერთადერთი პარტია არის ჩინეთში მხოლოდ ცენზურა რჩება მასმედია შეზღუდული ასე შემდეგ და გორბაჩოვმა ყველაფერი ერთად გახსნა მოუნდომა და ჩამოინგრა ქვეყანა ხელში რა შემოინგრა ასე ვთქვათ რაც რა თქმა უნდა მის განზრახვაში აბსოლუტურად არ იყო საქართველოში დაიწყო შესაბამისად საშინელი ანარქია. სახელმწიფო ინსტიტუტები გაქრენ просто. ეგ უბრალოდ გაქრენ. რასაც გიყოლეთ მე თვითონ ამჯერად, მაგრამ ნუ მოწმე ვარ და შემს. გიგდებათ ადამიანის სახში ინფარქტით, ხო? დარეკავდი სასწრაფო დახმარებაში, სასწრაფო დახმარება აღარ არსებობდა. უბრალოდ აღარ იყო. ხო. ივარდებოდა სახში ყაჩაღი პოლიციაში დარეკვა და არ გიპასუხებდა პოლიცია აღარ არსებობდა გაუქმებული იყო. გაიმგრებოდა ჩამოინგრა და გაქრა რა state collapse მოხდა რასაც ვქე და დარჩი ტერიტორია დასახლებული ქართველები და სხვა რამდენიმე ეროვნების ხალხი. ტერიტორია იყო, სახელმწიფო აღარ იყო, ტერიტორია იყო. ეს არის ძალიან მე შევასწარი ხო 19-დან 23 წელს ამას უყურებდი რა რაც ხდებოდა. ანუ ეს არის 92-95 წლების საქართველოს ამას ყველაფერს დაემატა აფხაზეთის ომისა ჯერ პირველი ოსური ომი, პირველი ომი ოსეთში და დაემატა მერე ომი აფხაზეთში პლუს სამოქალაქო ომი. ახლა ერთი რაღაცაც არის რა, ასაც მე ვიტყვი რომ მე ვფიქრობ რომ სამოქალაქო ომი ნამდვილი კლასიკური სამოქალაქო ომი იყო
როცა მაგალითად ესპანეთის სამოქალაქო. როდესაც იდეის გამო ორივე მომხარეს იდგნენ ორივე მხარეს ესპანელები იდგნენ და რაღაც იდეის გამო ხოცავდნენ ერთმანეთს. აფხაზეთის ომი იყო ახლა ვერაფერ შეიძლება ის მასშტაბით იმას რა ქვია. უკრაინაში ასხება, მაგრამ ეს იყო რა ავიომი იყო რაღაცა მოწინააღმდეგე მხარეები ხშირად იცნობდნენ ერთმანეთს რა, მეზობელის ნათესაო იყო იქეთ და ეს აქეთ და ერთმანეთს ცნობდნენ. როცა ცნობ კიდე უფრო რაღაცა სული ომი ხდება. თბილისში რა მასშტაბის იყო ეს ომი, იმიტომ რომ ლაპარაკობთ რომ სახელმწიფო ჩამოიშალა, მაგრამ ქალაქი დედაქალაქის რაღაც ნაწილები მშვიდი იყო და კონკრეტულ ადგილას მიმდინარეობდა. კი, ომის ანახავად დავდიოდი რა, უნდა ვაღიარო ეს ომის ტურიზმი, მაგრამ ყველაზე საინტერესო საზღვარი გადიოდა ფიზიკური საზღვარი გადიოდა რაღაც აი ოპერიდან უკვე საშიში იყო რა სიარულით და ამიტომ ჩავედით მე და ორი მეგობარი ვიყავ სტუდენტობის რა ჩავედით ქუჩაზე რა ქვია თაბუკაშვილი დღევანდელი და სადღაც აი უფრო ჩამოდის თბილისი მერეთან მოგიწყული ქუჩა ჯორჯიაშვილი იყო მაშინ ახლა არის გია ჭანტურიას აი იმის კუთხემდე მივედი და მე სადღაც ბაღშის გადავედით იმის ხრივ რა ქვია იმის ეკლესიის ხაშვეთის უკან რა მაშინ იმ დღეს რაღაც კანტიკუნდად იყო სროლა მაგრამ მაინც იყო რა სისტემატურად რამდენი ადამიანი იყო ჩართული სულ დაიღუპა დაახლოებით 120 ადამიანი ორი მხრიდან ჯამურად მაგრამ ეს ამას დაემატა ქალაქის ცენტრის სრული გადაბუგვა და ეს უბრალოდ ქალაქის უბნებში კი იყო სიმშვიდე იმ დროს არანჩენ უბნებში მაგრამ ეს სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელდა მე ამ ყველაფერმა ქაოსმა მოიცვა უკვე ყველაფერი რა იმ ხალხისგან კი არა იმ ხალხისგან ასე თქვა ამ ომით ხელფეხ გახსნილი ხალხისგან როცა სახელმწიფო აღარ არსებობს რა ჩამოინგრა სახელმწიფო ამ ომის შედეგად იმიტომ ქუჩაში უცად ამოშა ძალიან ბევრი შეერაღებული ხალხი მათ შორის ახალგაზრდები რომელსაც ახლა ვერ იტყვი რომ წინახედულობა აქვს რა ომი იარაღის ის რაღაცა ეგეთი ამბავი და ბევრი უამრავი და 500-600 შეერაღებული კაცი თბილისში მარტო საკმარისი იმის რომ 500-1000 ან 200 შეერაღებული კაცი საკმარისია იმისთვის რომ ქალაქს პარალიზება გაუკეთოს რა რეალურად მაგალითად ომი იყო ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხო არც ერევანში არც ბაქოში ეგეთ რაღაც არ მოხდა რომ პოლიცია გამქრალიყო საერთოდ აღარ იარსება საწრაფო დახმარება ეს ჩვენ მოვახერხეთ ასე ვთქვათ რა ესეთი დონეზე დაყვანა არსებობს სია ეგეთი და ეკონომიკის გაკეთებულია The Economist-ის თუ სოფლიო აღარ მას მოგე მე-20 საუკუნეში 5 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ეკონომიკური დაცემა შეკუმშვა 1989 წელს ჩატარდა ბოლო საბჭოთა ის აღწერა. საბჭოთა აღწერა ის კი არ იყო მარტო ადამიანების თვლა იქ იყო მატერიალური დოვლათის და რაღაცების თვლა. უკვე 1994 წელს ანუ დამოუკიდებლობის კი არა 80 ბოლო სენსუსიდან აღწერიდან 5 წლის მერე და საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოპოვებიდან 3 წლის მერე საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი იყო დაახლოებით 70%-ით შეიკუმშა. ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი. ამ რიგში ჩვენზე წინ, ასე ვთქვათ, ყველაზე საპატიო ადგილი აქვს სირიას. სადაც დოვლათი, ეკონომიკური დოვლათი ერთიანში დავუწყო შემცირდა დაახლოებით 80%. ჩვენ მეორე ვართ 75%. 70-75. ეს კატასტროფული მაჩვენებელი. და მაგის მერე მოდის გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს და ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს და ასე შემდეგ. მოგეთ პირველი ქართულ ევროპული მოლაპარაკება დაიწყო 1994 წლის ივნისში. აი ზუსტად ეს ის დროა, როცა ქაოსი საქართველოში არის რაღაც ზენიტში ასული რა. აი უკვე რო შეჩვეული ვარ. მე მახსოვს საქართველოს სამინისტროში რომ მუშაობდი სახლიდან რომ მივდიოდი ჩიტაძის ქუჩამდე მე ხო ფეხით უნდა იარო რა მახსოვს ეს დღეს ახლა პირობითად ორმაგებულ თქვა ღირდა 2000 კუპონი იყო გარდამავალი ვალუტა რა და უკან რო ბრუნდებოდი უკვე 3000 იყიდა იმავე დღეს ანუ ქონდა 15000%-იანი ინფლაცია იყო ქვეყანაში აი წარმოუდგენელი რაღაცა ხდებოდა რა მოგედა ესეთ გადასავლეთ მდგომარეობაში რო ვარ მაშინ ესე იგი
ევროკავშირთან იწყება მოლაპარაკება ევროკავშირის მიერ პირველი ლეგალური საფუძველი შეიქმნა. მე ვიყავ მაშინ ყველაზე ახალგაზრდა. ჯგუფს ხელმძღვანელობდა მიხეილ უკლება, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ზურა სოსელია იყო. მაშინ საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტი ცალკე არსებობდა, კახა გოგოლაშვილი საგარეოს თანამშრომელი და მე საგარეოს თანამშრომელი. ნუ კახა უფრო მაღლა რანგით. და ჩვენ გამოგვიგზავნეს ეგრეთ დრაფტი რა პროექტი, ანუ ხელშეკრულება როგორ უნდა გამოეყოლებული. სადაც ჩვენ ამასობაში მოვიპოვეთ და იყო ძალიან ეს და იყო ყირგიზებთან გაფორმებული ზუსტი copy-paste. და ჩვენ ნუ ძალიან გავაპროტესტეთ, რომ აი რატო ესა და გამოვძებნეთ უკრაინელებთანაც აპირებდნენ დადებას, რომ უკრაინელები ბევრად უფრო ტიპო მოცულობითი იყო და ბევრი სფერო. ანუ ეს იყო რეალური. აი ისე რომ თქვა საქართველოს და უკრაინის ევროკავშირი, მაშინ ევროკავშირი არც ერქვა რა, European Communities. ითანამშრომლებდნენ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების დარგში, ითანამშრომლებდნენ იმის დარგში, ამის და რამე კონკრეტული ისეთი არაფერი. ნუ იყო პირველი ლეგალური საფუძველი რა, ასე თქვა, ურთიერთობის. აი საქართველოს ისე უჭირდა რომ ჩვენი წასვლის ხარჯი და ისწორების ხარჯი დააფინანსა ევროკომისიამ. ჩვენი ფული არ ჰქონდა. და სხვისი ფული, იმათი ფული წავედით რა. ჩვენ ძალიან შესწავლილი ჰქონდა ეს უკრაინის ხელშეკრულება, მე სულ ამით მიდიოდა საუბარი, აი უკრაინის ესეთი და ძალიან ვცდილობდით დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენ განსხვავება არ უნდა მოვიაზრებოდეთ ერთ სივრცეში, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნები, არამედ ის სხვა ხალხია, სხვა მიმართულებით მიდით და ჩვენ გვინდა ევროპა და მაშინ საკმაოდ მიამიტურად რა, იმიტომ რომ ბავშვურად რამდენიმე მეცნიერი ქართველი ვნახეთ, რომელმაც აი პატარა ასე თქვა ბიოსავით დაგვიწება და რამდენიმე გვერდიანი რა. სულხან საბა და ვინ ევროპაში მოსიარო ხალხი რა. რეალურად საერთაშორისო ურთიერთობაში ხო ისტორიაში რა მოხდა, არა აქვს მნიშვნელობა, როგორც არის დღეს. ანუ ისტორიული საბუთი გამართლება არა. ისტორიის სამართლი რომ გამართლება იყოს, მაშინ მსოფლიო ვერასოდეს ვერ გამოვა ომიდან და პირველ რიგში ევროპა. ყველას ერთმანეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდა, მაგრამ ახლა всё. ალაგებული. ჩვენ გვეგონა რომ აი ისტორიული ის თუ იქნებოდა, აი რომ საბა, სულხან საბა ორბელიანი რომ წავიდა პარიზში, ამას დღეს რაღაც მნიშვნელობა აქვს რა. ხო და ხო ეგეც რა, ნუ დავუშვათ რომ ჩაღწია რა. როგორც მთელი ამბები და ძალიან ნერვიულობთ ამაზე. რაღაცა თვითონ მაინც რეგიონალური გააკეთეს ხელშეკრულება. ხო, რეალურად ჩვენ იქ ვინც ვიყავით 4 ადამიანი, დასავლეთის გამოცდილება არ ქონდა. დასავლეთ ევროპაში ან შეერთებულ ნამყოფი არ ვიყავით რა საერთოდ. და ერთი მიშა უკლება იყო ნამყოფი ერაყში საბჭოთა მისიაში რა. ხო და ძალიან ის იყო ჩვენთვის. ნუ აი ძალიან გაკვირვებულებიდან ის ვიყავით გავოსებ. ხო. მაგრამ დაახლოებით იგივე პროცესებს გადიოდა იგივე შოკებს ქართული დელეგაცია. კი, როგორ არა, ყველაფერი საოცარი იყო ჩვენთვის რა. აი მაგალითად მე ვერაფრით ვერ მოვთვლი რატო არის წყალი ბოთლში და რატო არ სამენ უკანი და როგორ თბილისში და რაღაც ეგეთი. აი უმარტივესი რაღაცა იმიკვირა ბანკომატი პირველად ნახე და რაღაც ეგეთი მოხდა. ხო და დაჟე მახსოვს ვიფიქრე ახლა ბანკომატი თბილისში ვიღაცამ გააკეთოს მეორე დღესვე გამოგლიჯავენ ბულდოზერით და წაიღებენ სადღაც რა ვიფიქრე. და გაგრძელდა ეს მოლაპარაკება 2 წელი დაახლოებით რა. ხან ისინი ჩამოდიოდნენ, ხან ჩვენ მივიდოდით, ნუ ხო. აი უცნაურია საიდან მქონდა ჩვენის რაღაცნაირი სულისკვეთება, რომ აი რომ ჩვენ ევროკავშირი უფრო ახლოს უნდა იყოს ჩვენთან, ვიდრე არიან თქვა სხვებთან და ეს რატო მე ვერ ახსნი რატომ მქონდა ნამდვილად დელეგაციის ყველა წევს მქონდა რომ აი ჩვენ გვეკუთვნის ყოფნა თქვენთან. და რო გიკითხა რატომ რეალურად ჩამოყალიბებულ პასუხს ვერ მოგცემდით რა, ვერც ერთი, ვერც მიშა, ვერც კახა, ვერც ზურა. ნუ ჩვენ ვფიქრობთ რომ ჩვენი ადგილი და არგუმენტები ყავს რაღაც ისტორიული წყაროების მოყვანა და რაღაცა რა ცოტა სასაცილოც იყო რა. მაგრამ ნუ საბოლოოდ ის მაინც მოახერხეთ რომ შუა აზიასთან აღარ გვაერთიანებენ და გამოგვაერთიანეს ახლა იმასთან რა ქვია რეგიონალურთან. და მას შევარდნით ჩამოვიდა იმაში რა ქვია. ბრიუსელში ხელმოწერა იყო ლუქსემბურგში. ლუქსემბურგში ალიევიც ახლა მას ალიევიც ჩამოვიდა და მაშინ ვინ იყო ყოჩარიანი მეგონი რა. აუ ჰა მამალიევი ხო აბა 94-ში დავიწყეთ მოლაპარაკება 96-ში დავასრულეთ 95 წელს უკვე ქვეყანა ბანდიტიზმიდან ამოვიდა
მეტნაკლებად რა. ახლა ეს შევანადეთ დიდი დამსახურებასაც ვერ წაართვევ რა. იმიტომ რომ ის რომ ჩვენი ქაოსიდან გამომძვრალიყავით სახელმწიფოს კოლაფსი რასაც ქვია აბა სხვანაირად როგორ იქნება მიდგომით ვიყავით და როგორ იქნება და ჭერალად იქნება ქვეყანები ათეულობით წლები ვერ გამოდიან ეგეთი მდგომარეობიდან რა ეს შიდა დაპირისპირების და ომის და ძარცვიდობები და ის რომ ახლა ჩვენ რატო დიდი შანსი იყო უფრო უცნაური ის იყო რომ გამოძვერთ ვიდრე ის რომ ამგზით გაგვიგრძელებინა შევარდნაძე რომ მოიკლათ აფეთქებისას ალბათ ისე ესეთი ამღრეულ წყალში აღმოჩნდებოდით რა და ესე დაიწყო ჰუმანიტარული დახურების ისიც იყო და უკვე დაიწყო ეგრეთ წოდებული technical assistance for Commonwealth of Independent ტექნიკური დახმარება ასე რომ თქვა ჩამოვიდოდა ისა რა ქვია ევროკავშირის ექსპერტები თქვა დაადგენდნენ რომ აი თქვა პირობითად უფრო ქალაქ დაგეგმარებაში უნდა იყოს ეს პირობები ან თურქეთის ექსპერტები იყვნენ და რაღაცა და ნუ ამის იმპლემენტაციის ფული არ იყო რა ხა თან ერგუს და გამოიდებოდა თავროზე და იყო რა ეგრე რა მაგრამ ის რაღაც კვანძი ისა ბმა მაინც გაგუშტა ყოველში დიპლომატიურ დონეზე მაინც რომ აი იცოდნენ რომ აი ჩვენ აი იქიდან მივდივართ და მე გამოცხადდა რომ ესე არის და პროდასალური კურსი და მინდა გითხრათ რომ დღემდე აი ვის ხალხი გადაკიდებული იყო ერთმანეთზე სამეტროს სასიცოცხლოდ ამის ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ხო დაჯგუფებები სხვადასხვა იყო ეროვნული დემოკრატიული პარტია ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია მიშისტები ნაციონალები ესენი რა აღარ იყო საქართველოს ამბობ მაგრამ არცეც არ დაუყენებია საკითხი რომ საქართველოს არჩევანი არ არის ევროპა ეგეც არ დამდგარეს აპრიორი გულისხმებოდა რა აი ავტომატით ტყეში გასული წვერიანი პარტიზანისთვის თუ აქ გამოწყობილი გასულში ჩინოვნიკისთვის ეს კითხვის ნიშნავს არ დგება არ არის ეს კითხვა არ ისმებოდა უბრალოდ აპრიორი ეგრე იყო რა და ახლა რასაც ახლა ხედავთ ეს არის ძალიან უცნაური რაღაც ანუ ქვეყანა შემოტრიალა და 30-20 წლის განმავლობაში რაც მიღწევები არის ისინი ყველაფერს უშვებს წყალში რა ამ ყველაფერს ვაბრალებთ იმას რომ თაობებმა იცხოვრეს საბჭოთა კავშირში და ის ცნობიერება მოყვება დღესაც და არჩევანს ზუსტად იმ კითხვის დასმას რომ ასარჩევია ევროპის გზა ის განაპირობებს და მაშინ თუ არ იყო აი თქვა გავლენას თუ ახდეს მაშინ უფრო მეტად უნდა მოეხდინა საბჭოთა წარსულს გავლენა ვიდრე დღეს ხო რა თქმა უნდა საბჭოთა წარსულის გავლენა თქვა 20 წლის წინ ბევრად უფრო ბევრი ადამიანი იყო ახლა ბევრი გარდაიცვალა საერთოდ ანუ ძველი თაობაც ხო გვდება ამიტომ ძალიან წარმოუდგენელი იყო პირადად ჩემთვის და უამრავი საქართველოს აბსოლუტურად გადაუხვია კურსს საერთოდ რა და რა ის ევროკავშირში გაწევრიანება არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი რა და ესეთი მოლაპარაკებები და მთელი ამბები რამდენიმე წელი გრძელდება რა და მე ხარცევს არ დიდად არ მჯეროდა რომ ევროკავშირში გავწერებდით მაგრამ შეიძლება რაღაც სპეციალური ურთიერთობა გქონოდა თუმცა მაგის იმედსაც ვიტოვებდი რა იმიტომ რაღაც წინ წავიდა და deep and comprehensive trade agreement ხო დიდი და ყოველი სპონსორი შალვაჭროს ანუ რაღაც ნაბიჯებით უახლოვდებოდით მაგრამ თვითონ კანდიდატობის შესახებ არ მეგონა რომ მალე დაიწყებოდა და უკრაინის ომმა გახსნა ისტორიული ფანჯარა ეს არის მართლა ეპოქალური ფანჯარა ძალიან იშვიათად ხდება ეგეთი რაღაცა რა რომ ესეთი ფანჯარა გაიხსნას რომ თვითონ გეუბნებია რომ მოდი დავიწყეთ და შენ ამ დროს არ მიდაბჩენილი რა და მაინც რომ განაპირობია რა ესეთი მოულოდნელი გადახვევა ნუ რაღაც მიზეზები ხო ვიცით ზოგადად ეს მოულოდნელი გადახვევა და ხალხის გაყოლა სამთისგან სპონტანური არ იყო ძალიან სპონტანური რა მართალი ცირა არის კაცმა რომელსაც 90-იან წლებში რუსეთში სოვა დიდი ფული ის კაცი აპრიორი უკვე საეჭვოა ასე ვთქვათ რა იმიტომ ახლა უნივერსიტეტში ლექციების კითხვით არ უშოვია ფული ხო 90-იან წლების რუსეთი საკმაოდ კაცრი და ჟოსტკი და ესეთი ფული შოვნა ეს ადამიანი მიდრეკილია მტაცებლობისკენ რა მტაცებლური ინსტინქტი აქვს რა ასე ივანიშვილს
და მე არის ხალხი, რომელსაც აქვს უბრალოდ გამოჩნდა, რომ აქ ცივილიზებული არ მიღება იმის დასავლეთის. არა, იცით რა არის? ეს ქართული ოცნება, კაცო, თქვენთვის არ იყოს, მასაც ციდან ხო არ ჩამოფრინდა რა, არიან ამ საზოგადოებიდან ამოსული ადამიანები, ხო? და შეიძლება არ ესმით უმრავლესობას, მოდით დავიწყოთ იმით, რომ არ იციან უმრავლესობამ ინგლისური ენა, ან ფრანგული, ან გერმანული. შემიძლია იმ სამყაროს აპრიორი მოწყვეტილები არიან რა. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შემდეგ რა ქვია, ნუ დასავლეთში იცნობენ რაღაც ტურისტულად თუ წავლენ და რაღაც 15 ევროზე იმას ოდალება. ყავა სან მარკოს მოედანზე ვენეციაში, ეგონიათ რომ ეს არის ევროპა, მე არაფერი რა. და ამიტომ მათთვის შეუცნობელია ეს ცივილიზაცია, შენც არ ლაპარაკობ ან გერმანულად, ან ფრანგულად, ან ინგლისურად, შენ რაღაც ძალიან ბევრს კარგავ რა. რუსული გადაცა, რუსული იმით თუ ხარ, რა ქვია, თარგმნით მარტო მოსმენი და ეს ერთი შესაძლოა ამ ცივილიზაციის მიუღებლობა. საბჭოთა მემკვიდრეობა. საბჭოთა მემკვიდრეობა რა იყო? საბჭოთა მემკვიდრეობა არის, რომ აი შენ მოდი, ნუ იქნები პასუხისმგებელი შენ საქციელზე, მაგი მე მომანდე. აგერ შენ ბალახი ჭამე რამდენიც კიდე ანუ რაღაც იმაზე ვიღავით რაღაც საბალახოდ გაშვებული ნახირივით რა ბევრს აწყობდა ეს ბევრს აწყობს რომ სახელმწიფო ისევ დაეხმარება სახელმწიფო ის თუ ვერ დაგეხმარება სახელმწიფო ეს ერთი და მეორე ის რომ ამის ძალიან პარაზიტულ დამოკიდებულებას აჩენს რა შესაძლოა ის ადამიანი რომლებიც ვერ მოეწყენა ახალ დროს ეხლა ვერ აღვნენ ისინი განისჭვალენ აპრიორი უარყოფით რა. ახლა ის რომ დასავლური ცივილიზაციის ეს უნდათ რა ქვია პროდუქტის მოხმარება ხო ეგეთ რაღაცას თქვათ. ეს უნდათ. ამ დროს მაგათი დადავატირე ხო რაღაც ცოტა კოგნიტიური დისონანსი უნდა იყოს რა. მაგრამ არა აქვს. აი ნუ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ევროპა ნაკლებად მიაჩნია, ასე ვთქვათ, პრიორიტეტად თავარი ჩვენ ვიყოთ ნეიტრალური, რაც სულის იბრიყო, იმიტომ რომ ამის დროს ნეიტრალური ვერ იქნები რა. ეხლა შეიძლება რაღაც მინიმალური საკმაყოფილებით ექნებათ, ის მინიმალური საკმაყოფილება, მასლოუს პირამიდა რო არის. აი მინიმალური ცო არ აქვს საკმაყოფილება, უფრო მაღლა ვერ ფიქრობენ. ვინ ესენი? ჩვეულებრივი ხალხი. მხარდამჭერები? არა, იცით რა, ვიღაცები მეოთხეზე არიან და ლამის მეხუთეზე და მაინც მხარდამჭერი რევოლუციის რა. შენ თუ მასლოუს პირამიდაზე ხარ პირველ იმაზე, მაშინ მაგას შენ არც ახლა ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა გაინტერესებს და არც ის რა გაინტერესებს თავში საფარი და საშუალო ფენა საქართველოს სამყაროდ ცოტაა. ეს არის საქართველოს საშუალო ფენა რაც თქვენ საქართველოსია ნუ კავშირად ჩემზეც საბჭოთა სისტემიდან მოდის. თქვენ საბჭოთა სისტემიდან მოდის. მაგიტომაც ვიკითხავ საბჭოთა კავშირთან. აი მაშინ როცა მოვაყარეთ მოწამოდი, არ არსებობდა კითხვა უნდასწორი ევროპა. და მაშინ ხო უფრო მეტი უნდა ყოფილიყო გავლენა ვიდრე დღეს. დღეს არ უნდა დასმულიყო ეგ კითხვა თუ მაშინ არ დაისვა. მაშინ სახელი გადარჩენაზე იყო და მასალები. ჩვენს გადარჩენას ინსტინქტი ქონდა ჩართული და არა, ხო შეიძლება ის მოკლედ დღეს არიან ქართველების კადრები რაღაცა წილიკია და შეადგენენ თქვენი საზოგადოების მოკლედ ის აი ურჩევნია და ესეთი საქართველოს ცოტა ქაოსური რა იქ რაღაცას დავარღვევა ნუ არაუშავს რა შემოკარგო იქ რაღაცას პატარა გამოდარღვევა იქ პატარაზე იქ რაღაცას მომაზიზგნინებენ ანუ სხვანაირად არ იცის ცხოვრება არც მათმა გაზრდილმა შვილებად იციან მაინც და მაინც რა სხვანაირად ცხოვრება და გარდა ამისა თავისუფლება არის საკმაოდ ძიმე რაღაცა ის რომ არ არსებობს თავისუფლება რო არ ხდეს მოვალეობა რა ხა მე თავისუფალი ვარ ჰაი ჰუი და ხა და მოვალეობები შენ მის მიმართ ვინ ადგილობრივების მიმართ გინ შენ ოჯახის მიმართ გინ ქვეყნის მიმართ აღწვალდებული ეხლა არ არის თავისუფალი ხო ეს თავისუფლებას არ არის ეს თავისუფლებას არის საშუალება რაღაც საკეთოს არ არის თვითმიზანი ხო რომ თავისუფალი ვიყო რა ნუ არის რა ну შემდეგ ხო ნუ გავიარეთ ის ეტაპი როცა ნაციონალურ მოძრაობა ასე თქვათ დემოკრატიის შუქურა იყო მე ისინიც გადავიდნენ რაღაც ექსესებში და
სადავეში მოვიდა, ქვეყნის სადავეში მოვიდა ადამიანი, რომელსაც, ხსნი რა ქვეყანას ფიტავს რა. ქვეყანას აუკეთესო ნაწილი წავა მოსახლეობის. ესე თუ გაგწევდა რა. მე მაგის მეშინია რეალურად. და ეს დიდი ხელშეკრულება Partnership and Cooperation Agreement მე გადაკეთდა უკვე პარტნიორობის შეთანხმება მე როგორ გადაკეთდა DCFT-დან ასოცირებული ღრმა და ყოველი შემდგომ სავაჭრო ხელშეკრულებაში მე ვიზის ლიბერალიზაცია ყველაფერი წყებოდა 2014 წელს და ძალიან საინტერესო რამდენად შორს წავედით და შორს წასვლის ასე ვთქვათ შანსი შედეგებს ვიყრი ანუ ეს ძალიან მე არ ვიცი წესია უკვე რა ხდება ფაქტი არის ერთი რომ მხარეებს შორის დაიკარგა დისკუსიის სივრცე ასე ვთქვათ რა ნუ შეუვალია რა ერთი მხარეს და მეორეს რაღაც მომენტში რა ნუ განსაკუთრებით სამთავრობო მხარე და ნუ რაღაც თვითონ სამთავრობო მხარეთან დისკუსიას აზრი აქვს მაგითქვი აღარა სივრცე დარჩენილი აღარ არის რაციონალური დისკუსიის სივრცე შენაც არ უნდა მე დისკუსიო რომ ეს შავია ხო და მე ამ პირიქით და მე არ ვიღებ ამას არ დამთავრდა არ არის დისკუსიო სივრცე ვერ გეტყვი რა მართალი გეტყვი ასე რომ რა დამთავრდება ეს ყველაფერი არ ვიცი მიახლოებით ახლა წინასწარმეტყველებების გაკეთება შეგვიძლია რავი ახლო 5 წელი როგორ შეიძლება იყოს მე ვფიქრობ რომ არის ეგეთი გამოთქვა რომ იმედი არის შანსი არა დაახლოებით ეგეთი სიტუაცია ანუ ამ წუთში ხდება მე ვხედავს რომ ჯერზე ჩვენ ისე როგორც არასდროს ვართ დამოკიდებული დიდ მოვლენებზე ჩვენს კონტროლს მიღმა და ეს დიდი მოვლენები გვატრიალებენ როგორც ნაფთის წყალში რა თუ უკრაინელებმა დაათმობინეს ან უკრაინელებმა წააგეს ჩვენ ძალიან ცუდი ანარეკლი იქნება თვითონ მე შიდა რესურსაც ვერ ხედავ ნამდვილად რა არ არის შიდა რესურსი რა იმასაც ყარებს ზოგადად ესეთი აზრი მოხსნას ახალგაზრდებისგან რომ აი ზოგადად საქართველოს ისტორიაში ახლა ქართულები ვართ მოგვიყვანა 2%-მა ან უფრო ნაკლებმა და ხო არ ფიქრობთ რომ ეს 2% უკვე აღარ არის შემორჩენილი საქართველოში ის 2% რაც იყო აი მაგალითად დიდი ქართულები როგორც რომლებიც იყვნენ ეს 2% ისეთ რა მე რას ვინატრებდი იცი რომ მე რას ინეშვილის ლექციას წავკითხე რომ იქ ეწერა საქართველოს განმარტებები ყველა საუკუნეში ყავდა და დღეს კი ინეშვილია და ხალხს აქვს ამოწმენა რომ ეგეთი 2% გაყოფილია უბრალოდ ეს მხარეები ზოგს ოპოზიცია წამოვიდნენ მაგალითად კოცეს არჩენან გამოვიდნენ და ყველა მნიშვნელოვანი ის ბლოკება და ის ყველაზე გადამწყვეტი სიტუაცია მე ნუ როგორც ეს ამას შეთანხმებულები ვართ იდეაში მთელი საზოგადოება მე მაგალითად 2%-ზე ვიტყოდი ესეთ რაღაც რომ აი ალექსეი ნავალნის გამბედაობა თანმიმდევრულობა კრისტალურობა ყველაფერი ესმოდა იცოდა ხო ჩამოვიდა და შეეგება სიკვდილს ხო შეიძლება არ დაბრუნებულიყო აი ჩვენს ოპოზიციას რომ ნავალნის აი ყველას ერთად აღებულს ჩვენებს ვინც არის ნავალნის 2% მიეცეთ ანუ თითოეულს 0.1 ეს ამბავი სხვანაირად წავა ყველას აი როგორ არის many things are defensible until you look to the defenders ბევრი რაღაცის დაცვა შეიძლება სანამ დამცველებს არ შეხედავ რა ამ შემთხვევაში ცალსახად ეს ქართული ოცნება არის ქვეყანისთვის დამღუპველი რა ძალიან დამღუპველი პროგნოზი ის არის რომ 4 წელიწადში მე ვფიქრობ რომ ესენი აქედან წამსვლელები არ არის რა იქნება 28-ში მე გუგე არ ვიცი ეგეც ნელი სათქმელია რა შანსია რომ კიდევ უფრო კონსოლიდირებული იყვნენ რა ძირითადად პარაზიტირება მოახდინეს კი პარაზიტირება მოახდინეს ნამდვილად და თან იცით რა არის ახლა უცნაური რაც მე სულ რაღაცნაირად ხდება თვალში რა აი ვერდა როცა ალიევის აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღი
ეს ახალგაზრდა მეგობრებო ისა აი მაგალითად მე ყარაბაღის ომი დამთავრდა 94-ს აზერბაიჯანი დამარცხებით მათ აი ეს ყარაბაღით და მიმდებარე რეგიონების ბუფერად რა. არასოდეს აზერბაიჯანში არ შეწყვეტილა ვიდრე აი 20 წლის განმავლობაში ყარაბაღის შეხსენებით. გახსოვდეს ყარაბაღი. ამ 20 წლის განმავლობაში ხდებოდა არმიის მშენებლობა და გამტკიცება და მოდერნულ საფუძველზე გადაყვანა. მიდიოდა მოლაპარაკებები და დაზვერვები. სიტუაციის ვინ დაუჭერს ხალხს ვინ დაუჭერს. და როგორც კი გაიხსნა, მე როდესაც ფაშინიანი მოვიდა და მოსკოვს არ მოეწონა ფაშინიანის რაღაცა, აი მაშინ გაიხსნა window of opportunity, შანსის კარი, ესა ფანჯარა და ამ ფანჯარაში შესვლად აზერბაიჯანი მზად იყო. მორალურადაც, ტექნოლოგიურადაც და სულისკვეთებით. შევიდნენ ერთ ნაწილში ერთ მოერთხელ მოიგეს, მე მეორე მთლიან ყარაბაღით დაიბრუნეს. აქ არის საქმე მარტო ყარაბაღის დაბრუნებაში რა. აქ არის უზარმაზარი ტრამვის მორჩენაში მთელი ერისთვის. ეს არ მნიშვნელოვანია. მე ვიცი ძალიან ძნელია დაასახელო ერი მომენტი, როდესაც ტერიტორია დაბრუნდეს შვიდობით გადაეცეს ვინმეს. მე ძალიან ცოტა არც მასენდება რა მართალია. მაგრამ ეს ტრამვის მორჩენაც ცხადია. ახლა ჩემი მოსაზრება რა არის, აი ქართველები რომ რაღაცა ხშირად გადარეულები ვართ სპორტსმენებით, ეს არის არასრულფასოვნების კომპლექსის ბავშვებო, თუ გინდათ ხალეთ გააგზავნეთ ლაპარაკი რა. სულ დუდუნდა რა პრობლემა კი არა. არასრულფასოვნების მე ესე ვუყურებ, არასრულფასოვნების კომპლექსია რა, რეალურად მე ესე მგონია. ზოგადად ფეხბურთი ცხოვრება არის ესეთი ქვეყნები, ასე ვთქვათ, ამაყობენ თავისი ფეხბურთის წარმატებას, რომელიც ფაულებში ცხოვრობენ. არა, ფაულ თუ კი ბატონო. არა. ახლა უყურე, აი ისა, თქვა რა არის. ფეხბურთზე გამახსენე. ხო, ამიტომ შესაძლოა ვეჭიდებით ლიზბი ქართულმა გაიმარჯვოს. რაიმე ლიზბი ქართულმა ეს გადამეტებული ისა უკვე მე ესე ვხედავ, არ არის ფლად ჯანსაღი რა ეგ ამბავი რა, რაღაც ესეთი. თან ყველა სპორტში აბსოლუტურად. ხო, ლიზბი გამოვიდა. მე ისე გავიჟარდი ჩემს φίλს, ხა სუმოს მოყვარული არავინ არ ვარ პირველად გავიგე, მეგონი 25 წელსაკში. არც შტანგის ხარდამჭერი იყო ვინმე ისე ჩემს φίλს მას და მაინც რა. ლიზბი სადმე ფიგურულ სრიალში რო გაიმარჯვენ, ბენდერები. მესმის, ან ცოტა ეს არის რაღაც ტრამვის მორჩენის მაგრამ ამით ტრამვა არ რჩება რა. რუსებს აქ გამოთქვა რომ პოსლე დრაგი კულაკამი იმაში ჩხუბის მერე მუშტებს აღარ იქნებენო რა. როცა იჩხუბენ რა. ჩვენ აბსოლუტურად ყველა ომი წავაგეთ. ჩვენ წავაგეთ 91-92-ში ოსეთში, 91-93-ში აფხაზეთში, 1998 წელს პატარა ომი ვით იყო გალში. ისიც წავაგეთ, 2008-ში წავაგეთ და სამოქალაქო ომში ადამიანებს შორში მეტაფიზიკურად ამან გამარჯვებული არ არსებობს. რჩება ფრაქცია. ყველგან წავასხე. არ არსებობს რომ ეს ტრამვა არ დაგჭირს რა. თუნდაც გაუცნობლია. ან და მაგალითად ერთი პერიოდი იყო რომ რუსებს მოუგეთ ჯუდოში თუ რაღაცაში რა და თუ რეგბში. და უტირებდა რა. ჯესტი სპორტით ასე თქვა შურისგება არ ხდება ომზე. ომზე სპორტი თუ პასუხი არა. და მეორეს ერთი და რუსებისთვის ეს რეგბი არის როგორც თქვა საქართველოსთვის პინგ-პონგი. ახლა თქვენ რამდენად გეწყინებათ რომ საქართველოს ნაკრებმა პინგ-პონგში წააგო. არ ამგონია რომ ამაზე დაწუს შეწუხდეთ მაინც და მაინც ხო? თუ მოიგო ერთ ამბავიტყობა და ხო და რუსებისთვის ესე პინგ-პონგი ვითა ეს რეგბი არ არის მათში პოპულარული სპორტი. შენ თუ გინდა რომ მაგათ ატკინო გული ასე თქვა მაინც და მაინც სპორტში, მაშინ უნდა მოუგო ჰოკეიში, ყინულის ჰოკეიში. რაც უახლოეს 20-25 წელს არ წარმომიდგენია რა. ხო და ეს არის სამწუხაროდ რაღაცების დაკომპენსირება ხდება სხვა რაღაცების ფონზე და ალიევმა რაც გააკეთეს იყო კიდევ ტრამვის გაგრძელება. რაც შეეხება ახლა ფსიქოტიპს, ყველა ერთს აქვს თავისი ფსიქოტიპი რა. 1945 წელს რომ ომი დამთავრდა
1900 ჩემპიონატები აღდგა. ხო, მომიჯოს გაწყვეტილი იყო. და პირველი 1950 წელს დასავლეთი გერმანია არ დაუშვეს. დასაჯეს ასე ვთქვათ. და 54-ში გავიდა კიდევ სათამაშო დასავლეთ გერმანია რაკნის სოფლის ჩემპიონი გახდა. მოიგეს. თქვენ წარმოგიდგენთ რა სიძლიერის და როგორი ფსიქიკა გინდა რა ვაფშე სხვა ხალხია რა. ჩვენ აგერ მეოთხე ფინალში გავედით დამოუკიდეს მოგვიდა 28 წლის მერე ხო? კი არა ვაკანინებ იმას, მაგრამ შენ ცოტა იცოდე რა ხო? სად გახარ და ვისთან გახარ და როგორ გახარ რა. ოდიოზური ესეთი სპორტი არა და ხო ეს არის თქვა ის გერმანელებმა სასწაული ხეს პირველი სოფლიო ომის იყო ეგეთი კაცი კეინზი გაგიგიათ თქვენ მილტონ კეინზი კეინზი იყო ერთ-ერთი უდიდესი ეკონომისტი ყველა დროის ასე ვთქვათ რომელიც 1918 წელს 19 წელს ხო პირველი მსოფლიო დამთავრებიდან ლორდი იყო. არისტოკრატული ოჯახიდან იყო. 1919 წელს მონაწილეობდა ვერსალის ხელშეკრულებაში და მუშაობაში როგორც ტექნიკური ჯგუფის ექსპერტი და არა გადამწყვეტილების მოღები. და პირობები ისეთი იყო, რომ მაშინ იმან თქვა კეინზმა, რომ აი ესეთი პირობებს დავაკისებთ გერმანს და ამხელა ჯარიმებს და იმას რეპატრიაციის და იმ ფულის გადახდას წაგებული ქვეყნებს ისო ჩვენ 20 წელიწადში მივიღებთ მეორე ომს და ზუსტად 20 წელიწადში 1939 წლის მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ბევრად უფრო დამანგრეველი ვიდრე პირველი. და აი ესეთი ერია, აი საოცარი არის ამხრა გერმანულად თან არც ვიცი არ ვფიქრობ ხო გერმანოფილი ვარ, მაგრამ ერმა შეძლო პირველი დამარცხებიდან წელში გამართულიყო ისე რომ მეორე დაიწყო ცოტა ხანში. და კინა გამოეგო ის სულ კინა გამოიგზა ბევრი არ დააკვირდა. ორივე შემთხვევაში მოხდა ისეთ სიტუაციაში, რასაც ყოველთვის გაურბოდნენ ორ ფრონტზე ბრძოლას რა, არ გაუმართლა. და ამავე დაშლმა გერმანიამ დაანგრეულმა 4 ქვეყნის ჯარი შევიდა თან ეს ნაცისტების კიდევ არც ერთ გოჯმიწას უბრძოლოდ არ თმობდნენ რა და დაინგრა მასობაში ყველა. აი ეს ომთან გასწორებულმა ქვეყანამ და დამარცხებულმა და თან დამნაშავე ესეთ რაღაცეებში ხო როგორც კონცლაგერები იყო რაც ნახეს. შეძლო იმის მობილიზება რომ 50-იან წლების ბოლოს უკვე საუბარი იყო დასავლეთ გერმანიის იმაზე ჯადოქრობაზე. ანუ ისეთი ეკონომიკოდ ისე აღდგა ფეხზე რა. რატო ხდება ეს არ ვიცი. როგორ ხდება რა ამოძრავთ რა ფსიქოლოგია ამოძრავთ. სიმტკიცე. ის გამჭრელი. ყოველდღე მაცხო თქვა რომ გერმანელი არის ხე, რომელიც დანარჩენ დღესთან ერთად მარშირებს და ზოგადად ფსიქოლოგია აქვს ეგეთი. ჩვენ საბჭოთა ჩვენ გონია რომ ჩვენი ფსიქოლოგია რა საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა და ეგ არის ზოგადად და ტრადიციები და რაღაცები სხვანაირად ყოფილა. ეს ტრადიციები მოგონილია ძალიან ნაწილი. კი, მაგას გულისხმობ ზუსტად რომ გონია რომ ესე ცხოვრობდით და რატო ვერ გამოვდივართ მაქედან ვერ მივხვდი. ძალიან მოკლე დროში არასწორი ის ჩამოგვიყალიბდა. და ეგ მაგას აქვს არ ეს ფსიქოლოგიის 1991 წელს მოგებული დამოუკიდებლობის შემდეგ 3 წლის გასვლის შემდეგ 94-ში 4 წლის განმავლობაში თუ 3 წლის განმავლობაში ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები მოახერხეთ დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიების 20% სამოქალაქო ომი გადავიტანეთ ქვეყნის კოლაფსი მოხდა და 1980 რაღაცა წერდა რა 1994 წელს გაჩნდა ესეთი შეკითხვა საქართველოში რომ ჩვენ ვიმყოფილვართ ანუ ცუდი გაგებით რა ამდენი კვლევებები თბილისში ყოველდღე რაკარუკი ავტომატის ნებისმიერ ქუჩაზე ჩვენ ვაი ეთქოს თავი აღმოვაჩინეთ რა ვაი ჩვენ ეს სადღაც საკმაოდ ჯანმრთელი აღმოჩენა ახლა რაღაც სხვანაირად შეტრიალდა და ჩვენ ვართ ვინც ვართ რა რაღაც გაუთავებელი ცეკვა თამაშები და ხაჭაპურებით და რაღაცებით რა რაღაცა არ მოგეწონება ისევაც რა შეკითხვები თუ გაქვთ ეს უნდა გქონდეთ ამის ან რემარკა ან რამე ამბავზე ხო არ გინდა რომ მოგიყვეთ აი კონცერტ მაგალითად საბჭოთა კავშირის ხება მოზაჭიმენის რეპრესიებზე ზოგადად აი საბჭოთა კავშირის მოსახლეობის რო გაუჭირდა ხო ანუ მოზაჭიმენის ფრანგეთის რეპრესიების ჯარსაც შეეხო ვინს
გადარჩა ცოცხალი გამოიყვანეს ყველა ციხიდან. მათ შორის მარშალ როკოსოვსკი, რომელსაც ერთ გერმანელს აქვს ძალიან დიდი ტრადიცია სამხედრო, განსაკუთრებით პრუსიული რა. გერმანიის მეორე მსოფლიო ომის ის რო ნახოთ გენერლების სახელი და კვარი სრულად ბევრგან არის ვონ, ანუ ფონ, ანუ არის როგორც ფრანგულშია დ და ზემოთ პატარა აპოსტროფი, ეს ნიშნავს დარტანიანოვანი. ეს ნიშნავს რომ ფონ, ანუ არისტოკრატული ოჯახი და ძალიან არ მოწონდათ და ვერ იტანდნენ იმას, რა ქვია, ნაცისტებს. ნაცისტები იყო ზოგადად წვრილი ბურჟუაზია, ელექტივი. ვერ იტანდნენ, მაგრამ ნუ სამშობლოს ემსახურებოდნენ. არც ერთ რუს გენერალს და მარშალს გერმანელები არ თვლიდნენ გენერალად და მარშალად. თვლიდნენ რომ ესენი არიან უბრალოდ ყასაბები რა. ერთადერთი იყო რაკასოვსკი, რომელსაც პატივს სცემდნენ და ფიქრობდნენ რომ ის მათი რანგის არის. რაკასოვსკი გამოუშვეს ციხიდან ომი როცა დაიწყო და გარდა ციხიდან ისედაც საკმაოდ ბევრი გამოუშვეს შტრაფნოი ბატალიონებში ჩასვეს რა. შტრაფნოი ბატალიონი არის ესეთი ბატალიონები, რომელშიც სიკვდილ მიჯილები ან დამნაშავეები თავს არ იჩვენებდნენ რაღაცას საბრძოლო დავალებას აძლევდნენ. აი ყველაზე საშიშ და ყველაზე მსხვერპლიან ადგილზე გზავნიდნენ მათ რა შტრაფბატს. და უკან აყენებდნენ იმას, რა ქვია, შტრაფბატზეს და სხვებზეც. უკან იდგა ეს NKVD ტყვიამფრქვევებით რა. არასოდეს გერმანელი ოფიცერი არ მისცემს არავის უფლებას მის ჯარისკაცს უკან ტყვიამფრქვევით დაუყოვნოს რა. ეს არის ადამიანის აბუჩა დაგდება რა. ხო? და არც ერთი გერმანელი ოფიცერი არ გააგზავნა თავის ჯარისკაცებს ისეთ სასიკვდილო რაღაცებზე, რაც რუსები აგზავნიან, რომ აპრიორი მინიმუმ 100 კაცი რომ მოკვდება რაღაც შეტევაში რა. არასოდეს ჰა? თავიანთი ხალხი უყარდა და უბრალოდ ღირსება ჰქონდა და უშა. აღმოსავლეთ ფრონტზე ნაცისტები უფრო ნაკლებად აიღუმენ ვიდრე საბჭოელები. და საბჭოელები უბრალოდ უშვებდნენ და ადამიანი იყო ასე პროდუქტი მაგალითად. არა, უბრალოდ სტალინის ნიშნაბუნაზე. ო და 42 წლის. ანუ თქვენ რომ ნახოთ ძიმძრო ძველი საბრძოლო რუკები, აი თუ ხატია ის არის ერთი ლურჯი ფერის გერმანელები, აქედან დასეული არის ერთი 5-6 საბჭოთა. აი ეს შეტევა, ანუ ერთ ბატალიონზე მოდიოდა 4-5 საბჭოთა შეტევა რა. ცნობილი კურსკის ბრძოლა რო იყო 43 წელს ყველაზე დიდი სატანკო ბრძოლა რა მსოფლიოს ისტორიაში. მოკლედ გერმანელებს აუფეთქა დაახლოებით 300 და დაუზიანდა დაახლოებით 200-მდე ტანკი. საბჭოთა კავშირის აუფეთქა 3000 ტანკი და ორი იმდენი კიდევ დაუზიანდა, მაგრამ ამით აღშობდნენ რა, აღარ თავდებოდნენ. მოდიოდა ტალღაზე მოდიოდა ტალღა და იმათაც ნერვები უმტყუნდა თან იარაღი გაუფშუშტება რაღაცა ემართებოდათ რა. და აი ესე იგებდნენ რა. ერთ გერმანულ ტიგრს ებრძოდა თქვა 5-6 რა. რა კურსკში მოხდა ერთმა გერმანულმა ტაიგერმა 20-25 საბჭოთა ტანკი დაამართა 26-ე მააფეთქა. გერმანულ ის არის საბჭოთა 26-ე? ხო, არ გამოუცხო რა თქმა უნდა ეგრე იქნებოდა რა. მაგრამ ფილოსოფიებში სხვა ეგრე იყვნენ. ჩვენ თუ მაგას დავაბრალებთ, რომ ამით საბჭოთა კავშირში დავაბრალებთ, რომ რუსების გარდა სხვა ერებიც იყვნენ და ძირითადად ქერჩი როგორც ქართველები გაუშვეს, ისე ისროდნენ ხალხს, მაგრამ ეს დაახლოებით ფსიქოლოგია ქონდა და იგამოსრავებდა. არა, რა თქმა უნდა, ახლა იქ გაუჩნდა პირველი მსოფლიო ომიდანაც და კიდევ მანამდეც რა. ესა მეორე მსოფლიოში კი არა. ა? პეტრე პირველის სეკრეტი ყოფილი პეტრომეტის და არ არის ხო ალბათ დარწმუნებული ადამიანის სიცოცხლე არ აღირდა რუსეთში დიდი ფასი არ ედო არასდროს რა. თუ ეს ბოლშევიკები. არა, არც მეფის რუსეთისთვის რა. ისა ბოლშევიკები კიდევ უფრო აი როცა მარშალ ჟუკოვს უთხრეს ნომერ პირველი ყასაბი იყო რომ ისა რა ქვია ამდენი ჯარისკაცი ალბათ დაიღუპა და ნიჩიო ბაბა ისო ნარაჟავდო ანუ არაუშავო ქალები კიდევ გააჩენენ რა და თითქოს ის იყო სოკო რა ამოდის მოწყვიტა ამოდის ასეთი ტიპები იყო. წერა მოკავშირედ გამიჩნეთ რომ რაღაც მომენტის მერე ადამიანის სიცოცხლეს უფრო აფასებდნენ და ის ჭუის სასწავლებელი სხვა იყო, იმიტომ რომ 37 წლების მერე მე წაკითხული მაქვს რომ 39-ში ფაქტობრივად მთელი საბჭოთა კავშირი გაჩერებული იყო, იმიტომ რომ არავინ დასაფლავეთი აღარ დარჩათ და ის მეორე მსოფლიო ომში თუ იწვიეს, ამის შემდეგ ყველა გახდა ის პოლიტიკა უფრო ლიბერალური ადამიანების სიცოცხლის მიმართ, რომ ყოველთვის ელოდნენ ახალ შეტაკებას და ამიტომ უფრთხილდებოდნენ. არა აქვს მაგათ
ისა რომ აქეთ ველოდებოდნენ და ამიტომ არავის არ წვიტავდნენ. იგივეს გაიმეორებდა. უბრალოდ არავის ახლა შეტევას არ ელოდებოდნენ. ერთ-ერთი ამერიკელებმა დაძაბეს 3 წლის განმავლობაში რომ ატომური ბომბა შექმნეს და ამათ არ ქონდათ მაშინ და 58 წელს უკვე ამათაც ქონდათ. მაშინ საბჭოთა კავშირს უნდა ასე ძველი საქართველოს, აი ტაოს, ლარჯეთის ეგეთ სამსონამდე ლამის და დასავლეთ საქართველოს, ხო, ეს და დასავლეთ სომხეთის ვანი და ის რომ თურქეთის ტერიტორიაზე იყო, რომ იქ შესვლა. წარმოვიდგინე ხა დაპყრობა რა, წარმოვიდგინე 1945 წელია, საბჭოთა კავშირს ყავს 12 მილიონიანი არმია, რომელსაც გაიარა სტალინგრადი და კურსკი და ნუ რა ხორცსაკები მანქანები რა, ზემომზადებული, ზემობილიზირებული 12 მილიონი კაცი. და თურქეთს გაჭრიდნენ როგორც დანაშედის კარაქში რა. და წამოვიდა ესეთი გაუჩნდა სტალინის იდეა, რომ ახლა მაგარი ამ ტალღაზე მოდი იმათაც წავედა, რომ თან რუსეთი ისეთია, რომ ტრაპიზონამდე კი შეიძლება ბოლომდე გასულიყო რა, სტამბოლამდე კიდეც რა შეუშლდა ხელს. ეს ოცნება, ეს რაღაც რუსული მესიანისტური ოცნება, რომ ცარგრად ეს ეძახიან რუსები ხშირად, ცარგრად მეფე ქალაქი რა, რომ დაიბრუნონ კონსტანტინოპოლი. და ორჯერ ქონდათ ამის შანსი. ერთი 1868 წელს, როდესაც რუსეთ-თურქეთის ომი იყო და როცა რუსული ისა რა ქვია, გვარდია, კი არა, ჯარი მიადგა სტამბოლს და სტამბოლის ისინი ჩანდა უკვე სილუეტი რა და სიანთლეები და აიღებდნენ კი სულთნის დაცვა იყო კიდევ გადაჯეგავდნენ, მაგრამ მაშინ იაპონელებმა ინგლისელებმა გააფრთხილეს, რომ ჩვენი ფლოტით შემოვალთ შავ ზღვაშიო და გაგასწორებთ მიწასთან და ამით უკან დაეხი. მეორე ესეთი შანსი ჰქონდა 1945 წელს. რომ ისევ მიერთებინათ პირდაპირ ძალით რა, ძალით გაიკეთებინათ. და როგორ იყო ისინი რა ქვია აი ხა ართვინის იქ პატარ-პატარა სოფლები და ისე რა კი არა დაბები და ისე რაცა თურქეთის ტერიტორიაზე უკვე ისინი ყავდნენ დანიშნული კომისრები და ისე რა კომუნისტური პარტიის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარეები ანუ რაიკომის დივნები და ძირითადად ესენი იყვნენ ისა რა ქვია წალენჯიხა თქვა აბაშა ზუგდიდის რაიკომების მეორე მესამე დივნები ანუ ნეგრულენოვანი ხალხი დაეშალა და ლაზური გავს ხო და ბოლოს სტატიებმა უცხრა სტატიები გამოვიდა მიფორიდან რომ ესენი მოკავშირეები უკვე აღარიან და თქვა რომ ატომურ იარაღს ვიხმარო რა ბირთვულს და ამან გააჩინა. თორე ისიც აღებული ქონდათ და ისე მოხდა რომ 1945 წლის აღარ მოსწრებულ რომელთვის დაიბეჭდა გაზეთ კომუნისტში ადგილობრივში ჩვენი ძალიან ცნობილი მეცნიერების და საბალტიო სოციალისტების ხალხის სიმონ ჯანაშიას და მეორე ვინ იყო მეგონი ყაუხშიშვილი. აღარმოსოს ისა წერილი რომ აი ესა დრო აღვალდგინოთ ისტორიული სამართლიანობა და უთხრესო დაწერეთ რა აღვალდგინოთ ისტორიული სამართლიანობა და აუკლარჯეთი ჰაიხუი ისე რა თქმა უნდა მეორე დღეს გადაბეჭდა მოსკოვის ცენტრალურმა გაზეთებმა რომ ვითომ იმპულსი ქართველებიდან მოდის. ნუ მე მოხდა ის რაც მოგიყევით და მე თქვენ ხელა რო ვიყავი იქა სტუდენტი რო ვიყავი შალხიდან შეხვდა კაპიკი არ მედო ჯიბეში და ვერ ვიყიეთ თორე ძალიან იაფად იყო ეს რუსულ-თურქული ესა რა სასაუბრო და რო გადმოატრილებდი ბეჭედი იყო დარწმუნებული რომ ეკუთვნის ssrk-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს რა ეს ბეჭედი ახუნებული ესეთი მრისხანე ბეჭედი და რო გადავშალოთ ახლა რას გავორნიკე რა უნდა და სასაუბრო არის ხო აი გამარჯობა თუ უახლოესი ისა რა ქვია მე სადგური რა რაღაცა მეტროსა და უახლოესი რესტორანისა და აი იქ ეწერა რას გავორნიკე სასაუბროში რომ გაჩერდი დაყარე იარაღი სად არის შენი ჯარის ნაწილები და პირდაპირ დაკითხვის ის ხონდა რა როგორ მივხარე და არ მქონდა ფულებასა ძალიან როგორ არ ვიყიდე არსებობდა ანუ ნივთიერად არსებობდა აგერა გეგმა იყო იდო აქვე რა შეგვიძლია დავასრულოთ მაშინ კითხვები თუ არ არის ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის